გაათვალიერებ აი ამ საკანს აქეთ-იქით გამოიხედავ და ფიქრობ, რომ აი შეიძლება სიკვდილამდე ამას უყურო. მაგის ალბათობა არსებობს და შეიძლება ეგრე იყოს და მაგას იაზრებ, რომ ოკეი, ან ამაზე თანხმდები და მაგ შემთხვევაში ხარ ამ ბრძოლაში, ან თუ მაგაზე არ მიდიხარ, ეგ ნიშნავს, რომ სუსტი წერტილი გაქვს და მაშინ უნდა შეეშვა ამ ბრძოლას, იმიტომ რომ აზრი არ აქვს. იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში შენ ამ სუსტ წერტილს გიპოვიან, ამ სუსტ წერტილს გამოიყენებენ. ზურა ჯაფარიძე, გირჩი მეტი თავისუფლებისთვის ლიდერი, გასამართლებული სადაო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო. თავისთავად ის რომ ყველა პოლიტიკოსი დაიჭირეს, ეგ რაღაცა თვისობრივად ცვლის მანამდე არსებულ რეალობას. ანუ გაჩვენებს იმას, რომ რეჟიმი უკვე შემდეგ საფეხურზე გადავიდა, რომ უკვე პოლიტიკოსების საჭირაში პრობლემას ვერ ხედავს. ზურა ჯაფარიძე ბრალდებული ასევე საბოტაჟისა და უცხო ქვეყნებისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების სისხლის სამართლის საქმეებზე. მაგის გააზრებით გამოვედი, რომ ძალიან ცოტა დრო მექნება და ამ დროში რაღაცები უნდა მოვასწრო, იმიტომ რომ დიდი შანსია მე როგორ შემატრიალო. ციხიდან გამოსვლიდან 3 დღეში, 22 დეკემბერს ზურა ჯაფარიძე კიდევ ერთხელ დაიბარეს სასამართლოში და ამჯერად საბოტაჟისა და უცხო ქვეყნებისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების გამო იმსჯელეს მისთვის აღკვეთ ღონისძიებაზე. ჩემთვის გირაოს მოთხოვნა არის წითელი ცხვირის გაკეთება. რაც არის შეურაცხყოფელი. ისინი ცდილობენ რომ აჩვენო რომ მე გავტყდი. იმითი რომ რაღაც ნებისმიერი ბოდვას უნდა დავემორჩილო. მანდ მაქვს მე ჩემი პირადი პრობლემა რომ არ მინდა ეგეთი რაღაცის გაკეთება. იმ შემთხვევაში თუ კი ის ამ გირაოს არ გადაიხდის, ისევ ციხეში აღმოჩნდება. მე მინდა გამოვიდეს რაღაცა დიდი ძალების გაერთიანება, სადაც ყველა იქნება რეჟიმის წინააღმდეგია, მარტო პოლიტიკური ლიდერები და პოლიტიკური ძალები არა. და რომელიც იქნება სიცოცხლის უნარიანი იმ შემთხვევაშიც კი თუ რა ვიცი 10 კაცი 20 კაცი დაგვიჭირეს. მაგ შემთხვევაშიც გააგრძელებს ფუნქციონირებას. ამ ინტერვიუში, რომელიც 29 დეკემბერს ჩავწერეთ, ჩვენ ვლაპარაკობთ პატიმრობაზე, პროტესტზე, წინააღმდეგობაზე და კიდევ ერთხელ მოსალოდნელ პატიმრობაზე. შიში არის ჩემი თავი ფაქტორი, რაც არის დასაძლევი. ყველა იქიდან მხარეს დგომა ყველა ფორმიანმა უნდა იცოდეს, რომ აქეთ დგას მისი ოჯახიდან ათესავები და მეზობლები და მეგობრები და თუ კი ვინმეს ისნობს, ყველა აქეთ უნდა იდგეს და მაგ შემთხვევაში რეჟიმი ჩერდება. გამარჯობა ზურა. სალამ. როგორ ხართ? ხნედ. კარგია, თავისუფლად ყოფნა 7 დღიანი პატიმრობის მერე. რა თქმა უნდა, ბევრად თავისუფლად არაფერი შეედრება. ეს სია ალბათ გქონდათ, ხო, რომ გამოხვალ რას გააკეთებ პირველ მეორე მესამე დღეებში, ყველაფერი გააკეთეთ უკვე თუ ჯერ რაღაცები მქონდა, რაღაცია მქონდა, ერთი ოჯახში რაღაცები რაც იყო უცებ რაღაცები გასაკეთებელი, ნაძვის ხედავთ. ნაძვის ხედავთ კი. PlayStation-ი თამაში. PlayStation-ი პირველი დღეს ვეთამაშე შულს და გარეთ ისე და ფეხბურთიც ვეთამაშე ცოტა ხანი კი. და ნუ აქეთ მქონდა სია შეხვედრების რა რაღაც ვიცოდი პარასკევს გამოდიოდი შაბათ-დილიდან დაგეგმილი მქონდა რაღაც შეხვედრები, რომელიც ახლა დღემდე გრძელდება. ბოლოში არ არის გასული. რა ხვალ დღის ბოლოს გავალ ძირითადი ნაწილის ბოლოში. და რა გამოიკვეთ ამ შეხვედრებით? რამე განსხვავებული სურათი დაინახეთ, რაც ციხიდან არ ჩანდა? კი, რა ერთი ნაწილი რაც ჩანს არის ის, რომ ეს შიში ბევრად უფრო ფესკადმულია, ვიდრე აქამდე იყო, საბოლოო ჯამში ამ რაღაცა ახალ-ახალმა რეგულაციებმა და სადამჯერლო რაღაცებმა მაინც იმოქმედა ადამიანებზე. მეორეს მხრივ, მე რაც გონია, რომ რაღაცა დიდი ძალების გაერთიანების გარეშე უბრალოდ ძალა არ გვაქვს, და ვერ ვასხიობთ ამ ძალას, მაგ მიმართულებით გონია, რომ უფრო მაგასთან უფრო ახლოს არის. ადამიანები მისული, იმიტომ რომ ბევრმა გაიაზრა ეგ რო საბოლოოდ მცადეს რაღაცეები თვითონ და ხვდებიან რომ თვითონაც მარტო ძალა არ ყოფნის და ამიტომ ხვდებიან რომ ძალების გაერთიანება მნიშვნელოვანია. ეგორი რაღაც ჩანს ძალიან ნათლად. ეს ერთიანობის იდეა ხო რამდენი წელია გვესმის თქვენგან ხო ბეჭდით. შეიცვალა მაგალითად მნიშვნელობა ერთიანობამ, ანუ იგივე ხალხის ერთიანობას გულისხმობთ, რასაც მაგალითად არ ვიცი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე გულისხმობდით. 2024 წლის არჩევნებამდე გულისხმობდი პოლიტიკური ძალების გაერთიანებას მეტწილად. აი ხლა მგონია რომ მნიშვნელოვანია უბრალოდ ინდივიდების გაერთიანება, რომელიც პოლიტიკოსებიც შევლენ რა თქმა უნდა, მაგრამ ინდივიდების გაერთიანება, რომლებსაც ცალკე აღებულს აქვს გარკვეული ნდობა და მხარდაჭერა საზოგადოების რამე ნაწილში. ყველა ეგეთი ინდივიდი უნდა გაერთიანდეს, ვინც რეჟიმის წინააღმდეგაა. მათ შორის ცხადია პირველ რიგში პოლიტიკოსები იქნებიან და პოლიტიკოსებს მაღალი ცნობადობა აქვს და რაღაც პოლიტიკურ მუშაობას წლებია რაღაცებს აკეთებენ ამ თვალსაზრისით, მაგრამ სხვა ადამიანებიც მნიშვნელობა არ აქვს პროფესიას, იმას რაღაც წრეში თუ გაქვს ნდობა და რეპუტაცია, სანდოობა და თუ ადამიანები გიჯერებენ, რავი, აქ უნდა იყო თუ რეჟიმის წინააღმდეგი ხარ. და ეს აქ ყოფნა და ერთიანობა, მით უმეტეს თუ სხვა ხალხიც ერთვება, აქტიური მოქალაქეები, ტექნიკურად როგორ გამოიყურება?
რაღაც დიდი ჩატია, სადაც ლაპარაკობენ, რაღაც მაგიდა, სადაც იკრიბებიან, ოფისია, სადაც მიდიან, ნუ თუ როგორია? მინიმუმი არის, რომ რაღაცა რეგულარული მინიმუმი არის, რაღაც ტიპის რეგულარული შეხვედრა რო გქონდეს, მაგათაც კვირაში ერთხელ დღესაც ხონდა მაგაზე ლაპარაკი და ბარემ გეტყვის რა, ხო, მინიმუმი არის, რომ კვირაში ერთხელ ვიკრიბები და რაღაცებს გავდივართ, რაღაცებს ვთანხმდები და მე რაღაცებს ერთად ვაკეთებთ. ეგ არის მინიმუმის მინიმუმი, მაგრამ მე წარმოვიდგენ, რომ საბოლოო ჯამში ამ ხალხმა უნდა გააერთიანოს ხალხი. ანუ ადამიანები, რომლებიც დღეს პროტესტში არიან, ან პროტესტს ვერ გამოხატავენ, იმიტომ რომ ეშინიათ, მაგრამ წინააღმდეგი არიან რეჟიმის და ნუ ყველაზე რთული რაც არის, ვინც შიშის გამო ჯერ კიდე რუსულ რეჟიმს უჭერენ მხარს. ისინი მინიმუმ შეიძლება საჯაროდ არ გამოვიდნენ, მაგრამ მინიმუმ უნდა გამოაცალო. სტრატეგია ეგ არის, რომ ყავს ადამიანები, რომლებიც არიან ჩართული პროტესტში, რაც ნიშნავს, რომ არ ეშინიათ ქუჩაში გამოსვლა და საკუთარი სახის იდენტიფიცირება, რომ მე წინააღმდეგი ვარ რეჟიმის, ყავს ადამიანები, რომლებიც კაი, ესეც შეგვიძლია შუა გავყოთ პირობითად ორ ნაწილად, ადამიანები, რომლებიც დიდ აქციებზე გამოდიან, მათ შორის იმაზე გათვლო დიდ აქციებში გაიბლარება და მათი სახის იდენტიფიცირება ნაკლებად მოხდება და ადამიანები, რომლებიც მაგასაც არ აკეთებენ, თუმცა წინააღმდეგი არიან რეჟიმის, იმის გამო რომ ეშინიათ, შიში არის ჩემი თავარი ფაქტორი, რაც არის დასაძლევი. და პლუს ადამიანები, რომლებიც რეჟიმისკენ არიან, იმიტომ რომ იმათ კიდევ უფრო მეტად ეშინიათ. ამოც არის სტრატეგიულად რომ შუაში ვინც არიან ეს ხალხი გამოიყვანო გარეთ, არ შეეშინდეს და ადამიანები რომლებიც შიშის გამო რეჟიმისკენ არიან, ისინი მინიმუმ შუაში მაინც გადმოიყვანო, შეიძლება ქუჩაში არ გამოვიდეს, მაგრამ იმათ მაინც გამოაცალო. ერთადერთი ესეთი სტრატეგია რომელიც შეიძლება ამ შემთხვევაში გამოიყენო, ნაცადი დატესტილი არის ეს რა. მან ხო ერთიანობის გარდა დრო ამ მნიშვნელოვანია, აი ამ შიშის გალღობას თუ კი ერთიანობა შედგა მე მგონი რომ даже დროზე უფრო მეტად ეხლა მნიშვნელოვანია ზოგადად ამ სტრატეგიაზე შეთანხმება. ყველას, რომ ჩვენი სტრატეგია არის ეს, რომ ხალხი უნდა გამოყრაჩო, ბევრი ადამიანი უნდა გამოყვანოთ ქუჩაში, რომ ეგ არის რაღაც ყველას სამუშაო. არა თუნდაც ერთმანეთისთვის ჭკუის სწავლება რა არის აკეთებელი. არამედ შეთანხმება მაგაზე, რომ ყველას გამოყავს ხალხი ქუჩაში და როგორც გინდა ისე გამოიყვანე. რაზეც გინდა იმაზე ლაპარაკე, რა ვიცი, როგორც ეს შეთანხმება მიღწევადი გონიათ? ბევრად უფრო მიღწევადი მგონია, ვიდრე მანამდე სანამ დამიჯერდნენ. ამ თვეში მნიშვნელოვანი რამეები მოხდა ხო თქვენ ყურეთ ციხიდან თქვენი თანამებრძოლების კოალიციის წევრების დაკავებას, ქართული ოცნების ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებას, არჩევნებს 4 ოქტომბერს, ამავე დღეს არშემდგარი დროშების რევოლუციის ცდელობას და კიდე იყო რაღაცა მნიშვნელოვანი ამბები, ხო, რასაც უყურებდით. იგივე ამბებს გამოყოფ მთავარ ამბებად ციხიდან თუ უფრო კარგად არჩევ გარდამტეხ პროცესებს და ფონურ ამბებს. რაც ჩამოთვალე, ეგ ყველა გადამტეხი იყო რაღაც თვალსაჩინო, ის რომ ხო, მაგითო ჩამოთვალე. ყველა პოლიტიკოსი დაიჭერეს, ხა მართალია მე მამუკადა ბადრი გამოუშვეს, მაგრამ თავისთავად ის რომ ყველა პოლიტიკოსი დაიჭირეს, ეგ რაღაცა თვისობრივად ცვლის მანამდე არსებულ რეალობას. ანუ გაჩვენებს იმას, რომ რეჟიმი უკვე შემდეგ საფეხურზე გადავიდა, რომ უკვე პოლიტიკოსების დაჭერაში პრობლემას ვერ ხედავს. ხო, მაგალითად ხა წინა ხელისუფლების შემთხვევაში ბევრი კრიტიკა, ბევრი სხვა ხმამართლებით, მათ შორის ლეგიტიმური კრიტიკა არსებობს თუნდაც დღემდე, მაგრამ რაღაც პოლიტიკოსებს არ იჭერდნენ, იმიტომ რომ გინდა იმ წინა ხელისუფლება მაინც სენსიტიური იყო დასავლეთიდან წამოსულ კრიტიკაზე. აქ ამათ აგეთი სენსიტურობა არ აქვს, ანუ არ აინტერესებს საერთოდ დასავლეთ პირიქით იზოლაცია აწყობთ პოლიტიკური, იმიტომ რომ რეალურად რუსები არიან. ცხადია ეგ მნიშვნელოვანი იყო, ისევ როგორც 4 ოქტომბერი გარდამტეხი ამბავი იყო იმ გაგებით, რომ ბევრი გაგებით, მაგრამ ჩემს ორი მნიშვნელოვანი რაღაცა, რომ ერთი რომ ეგეთი ტიპის გაუაზრებელი რაღაცის გაკეთება არ ღირს, არც ერთ შემთხვევაში და გასაგები და გამჭირვალე უნდა იყოს გეგმა ნებისმიერი, რას აკეთებს ნებისმიერი მნიშვნელოვანი პოლიტიკოსი, არა პოლიტიკოსი, რაღაცნაირად გონია რომ რაღაცა ჭკუა ვისწავლეთ მაგაზე, ხო, ჯამში. მაგრამ მეორე მხრივ ეგ იყო რაღაცნაირი წყალგამყოფი თვითონ იმიტომ რომ პოლიტიკური ჯგუფების რაღაცა ნაწილმა გადაწყვიტა რომ მონაწილეობა მიიღო ეგრეთ წოდებულ თვითმმართველობის არჩევნებში და მეორე ნაწილი აქეთ დარჩა და გაიყო რაღაცნაირად ეს ბანაკები და ეს ბანაკები ჯერჯერობით კიდე გაყოფილი არის, ამ წუთის მდგომარეობითაც გაყოფილი არის და ეგ დასაძლევი ამბავი გვაქვს ახლა ამ წუთში, იმიტომ რომ ну минимум რაღაცები არის რაც ჩვენ თუ გავაგზავნებთ, მოდი ესე ვიტყვი, ჩვენ თუ გავაგზავნებთ ერთმანეთისთვის სროლას ჯერ კიდე იმის არგუმენტების, რომ არა მე ვიყავი მართალი და არა შენ ჩაიდინე დანაშაული, მაგიდან არაფერი არ გამოვა. ხო, ერთადერთი მაგიდან გამოსავალი ჩემი აზრით არის ის, რომ ერთი რომ თქვათ, რომ საბოლოო ჯამში ამით რუსებმა მოიგეს, ის რომ ჩვენ გავიყავით, ამით იხეირეს რუსებმა. ამაზე შეთანხმება მგონია რომ მარტივია, იმიტომ რომ არ მგონია რომ ამას ვინმე სხვანაირად აფასებდეს. ჩვენი ნებისმიერი გაყოფა არის რუსებისთვის მომგებიანი. და მეორე შევთანხმდეთ რაღაც წესზე, როგორ შეიძლება მომავალში ეგეთი რაღაცა თავიდან ავიღოთ.
რომ თავის რამე გაყოფა აღარ მოხდეს და ნუ მე მანდ ერთადერთი გზა მგონია რაღაცა შიდა სახალხო დემოკრატია, რომ ადამიანებს მიცე გადაწყვეტილების საშუალება, როგორც შევთანხმდეთ იმაზე, რომ ადამიანების ნებას დავემორჩილებით. თუ უმრავლესობა გვეტყვის ესე გავაკეთებთ ესე, მოგწონს არ მოგწონს ჯერ არ ვჯერა, თუ უმრავლესობა გვეტყვის ისე გავაკეთებთ ისე, როგორც ადამიანები გვეტყვიან. სხვა გზას მე ვერ ხედავ, რა ვიცი, ხა ამას ვეუბნები ყველას, აკეთებს და და ეს 4 ოქტომბრის გაკვეთილებიდან არ შემდგარი რევოლუცია და არ ჩემში მონაწილეობა ერთიანობის იმ კონცეფციაში, რომელიც გაქვთ, მოიაზრებიან ის პოლიტიკური პარტიებიც, რომლებმაც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს? ლელო არის რეალურად და ლელო მოიაზრება. გახარიას პარტია ჩემს აღარ არსებობს. მე პერსპექტივას ნეტო პარლამენტში ხო შევიდა, საგამოძიებო კომისიაში მიიღებს მონაწილეობას. ანუ ერთი რომ ეს პარტია ვერ იარსებებს უბრალოდ გახარიას გარეშე და გახარია აღარ არსებობს გაგებით არ არის ხა ქვეყანაში და როგორც უნდა ცადოს გარედან რაღაცებს კეთება საფარია ყველაფერი და მათ შორის ნანახი გვაქვს რუსეთის მაგალითზე როცა ქვეყანაში არ ახარ საუბარი იქიდან მე გარედან დისტანციურად რაღაცა ბევრს ვიმუშავებ და ამას გავაკეთებ ვერ გავაკეთებ გარეთ შეიძლება იმუშაო გარეთ რაღაც ჩვენ დასავლეთ პარტნიორთან შეიძლება რაღაცები აკეთო მაგრამ ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ ამბიციებს ვერ შექმნი გარი გამორიცხული ის ადამიანები მათ შორის ვინც ახლა იქ სხვათა შორის უყურებდი მე ტელევიზორი არ მიყურებდი დიდი ხანია სანამ დამიჭერდნენ მაგრამ იქ ყველაფერს უყურებდი მათ შორის პარლამენტის νομებსაც უყურებდი ის ადამიანები რომლებიც პარლამენტში არიან გასაგებია რომ პარლამენტში იმიტომ შევიდნენ რომ გადარჩნენ ამიტომ რომ პარლამენტში თუნდაც მიკროფონს ჩართავდა ლაპარაკობ მედიის ყურადღება გაცილებით მაღალია გაშუქებენ იმიტომ რაღაც გამოსვლა გაქვს სიტყვი და რაღაც მაგრამ მაგამ ბავშვიც არაფერი არ გამოუვათ ანუ ჯერ ერთი მორალურად უარეს მდგომარეობაში არიან ვიდრე ოცნება ამ შემთხვევაში მარტო იმ ფიზიკურ უმრავლესობაზე არ არის ლაპარაკი იმიტომ რომ მთელი წელი იძახდნენ რომ მაგ პარლამენტში არ შევდივართ ლეგიტიმაციას არ მიცოდა მე უცებ გადაწყვეტილებას შევიდნენ ნუ იმათგან აღქმა არის რომ ანუ საბოლოო ჯამში გაგტეხე და მაინც შემოგიყვანე და თუ გაგტეხე და შემოგიყვანე რასაც მინდა იმას გიზამ და ეს ჩანს ძალიან ნათლად ჩანს იქ გამოსვლებში, ტონალობაში, სხეულის ენაში, გახარიას ხალხის როცა იქ ლაპარაკობენ, განსაკუთრებით როცა ფრაქციის დროით გადიან ხოლმე ტრიბუნასთან და რა ტონალობაში ლაპარაკობენ, როგორც ლაპარაკებიან, ნუ შეუძლებელია, ვერ გადარჩება. ეგ პოლიტიკური ძალა ჩემს და აღარ არსებობს. ანუ მათთან შეხვედრები არ ქონიათ და აზრს ხედავთ. არა, აზრი არ აქვს. ლელოსთან? ლელოსთან კი რა, კომუნიკაცია მქონდა და კიდე მექნება კომუნიკაცია. კი. ანუ ერთიანობის ნაწილად მათ მოიაზრებთ. მე მოიაზრებ ყველას, ვინც რეჟიმის წინააღმდეგია და ის რომ ლელო რეჟიმის წინააღმდეგია, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცებში ავწდით ერთმანეთს, მაგაში მეჭი არ მეპარება. და ეს რაღაც სიგიჟეები მგონია რაღაცებს რომ ლაპარაკობდნენ და დავწერე კიდევაც იქიდან რაღაც. მოღალატე და რაღაცა ეს აი მაგ სიგიჟიდან უნდა გამოვიდეთ რამენაერად რა. როცა დაიდო ანონსი რომ აი ამ დღეს გამოვა ზურა, სულ მქონდა იმის ფიქრი რომ მეთქი გამოვა თუ ბრალს იქვე წაუყენებენ. ეგ ფიქრი თქვენც გქონდათ რომ შეიძლება ვერ გამოსულიყავით? კი. აუ ეხაც ისე ვარ მაგ რეჟიმში ვარ დღეს რაღაც შეხვედრაზეც ვეუბნებოდი რომ სახლის რაღაც ოჯახის რაღაცებს ვერ გეგმავ. მარტო იმით გამო რომ უბრალოდ არ ვიცი რამდენ ხანს ვიქნები გარეთ. ამიტომ თლიანად ვარ რაღაცნაირად გადართული ფოდიში ნატასთან, მაგრამ ნუ ეგ არის, რომ გადართული ვარ აქეთ რაღაცების კეთებაზე, იმიტომ რომ აქ შემიძლია რაღაც ყოველდღურად რაღაცა უცებ იმას ქნა და იქაც ახლა მიმდინარე სახლის რაღაცას კი იმაშე, მაგრამ რაღაცა ძელვადიანი რაღაც აი თუნდაც რა ორი თვე რო ჭირდება რაღაცის გაკეთებას, ეგეთი რაღაცას ვერ გეგმა უბრალოდ. ხო, რავი, მაგის გააზრებით გამოვედი, რომ ძალიან ცოტა დრო მექნება და ამ დროში რაღაცები უნდა მოვასწრო, იმიტომ რომ დიდი შანსია რომ მე როგორ შემატრიალო. ჯამში დრო ცხადია ფაქტორი არის, მაგრამ მე არ მჯერა რომ დრო ჩვენ წინააღმდეგ მოქმედებს. ერთი იმის გამო რომ არა იმის გამო ხათ რაღაც პროტესტი არ დაიშალა და ადამიანები არ გატყდნენ და მართლა წარმოუდგენელი ამბავი 120-მეტი ადამიანი დაჭერილი და ერთი ადამიანი ვერ გატეხეს. ეგ ისეთი რაღაცა მართლა ჩემთვის რო ვეთქვა ვიღაცას 2 წლის წინ გამიჭირდებოდა მაგაზე თავის დადება რომ 120 ადამიანში ერთს ვერ გატეხავდნენ, მაგრამ ფაქტია რომ ვიღაცები კიდე გამოვიდნენ და ისინიც ვერ გატეხეს. მაგის გამო არა, იმის გამო რომ მე ყველაფერს თავი დაანება უბრალოდ იმის გამო, მარტო იმის გამო რომ მეოთხე ვადას ჭიმავენ უზურპატორულად, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? მაგის გამო აქ არიან ამოსული. რასაც მე ვუყურებ გუშინ თქვი ეს ერთ-ერთ ეთერში და ადამიანი ყველა უბედურია, ეს იმაზე არ არის რომ რაღაცა რეჟიმის ხარდამჭერი ბედნიერები არიან და აქეთ დანარჩენები ვართ უბედური. ყველა უბედურია, არავინ ამ ქვეყანაში დღეს ბედნიერი არავინ მინიმუმ პერსპექტივას ვერ ხედავენ ადამიანები და ოცნების შემთხვევაში გაუგებრობაში არიან, არ იციან რა იქნება და განსაკუთრებით ახლა თვითონ რომ დაერიან საკუთარ ხალხს, მაგან კიდევ უფრო გააჩინა ის, ამიტომ ბედნიერი არავინ არ არის რაღაცნაირად რაღაცა ის ბოროტი აურა თუ რაღაცა მოდის იმიდან, სოლოლაკიდან და ყველა უბედურია. მართლა ეგრე არის, ანუ მართლა რეალურად ეგრე არის.
მაგრამ მაგასაც თავი დაანებო, რაზეც ხშირად აპელირებენ ხოლმე არის ის, რომ დრო არა გვაქვს, იმიტომ რომ ადამიანები გარბიან ქვეყნიდან. ხო და მე მგონი რომ არის ზღაპარი. მათ შორის გონია რომ რუსული პროპაგანდის ამბავი ადამიანები გარბიან. რიცხვები ეჩვენებს რომ ბევრი ხალხი კი გარბიან, ოღონდ არანაირად არ ჩანს ის, რომ და არსად არ ჩანს ეგ რომ გარბიან მარტო რეჟიმის მოწინააღმდეგეები. რეჟიმის ხადაჭერებიც გარბიან, ისე როგორც გარბიან, ყველა გარბის. იგივე პოლიციის თანამშრომლების დიდი რაოდენობა. პოლიციის ჩასული პირველ რიგში. კი. მან დრო პროპორცია ჯამში შეიცვალოს რეჟიმის სასარგებლოდ, ეგ ნიშნავს, რომ ერთ გაქცეულ რეჟიმის მხარდაჭერზე უნდა გაიქცეს ორჯერ მეტი აქედან. ეგ არ არის. და თუ ერთ-ერთზე გარბი ვართ, ანუ ერთი ჩვენიანი თუ გარბის რეჟიმის მოწინააღმდეგე და ერთი ის, მაგ შემთხვევაში პროპორცია ჩვენ სასარგებლოდ იცვლება, მაგ შემთხვევაშიც კი. ანუ იმათი გაქცევა კიდევ უფრო მეტი პრობლემა არის. მათემატიკა არის ჩვეულებრივ მეტი არაფერი. ორზე მეტი უნდა გაიქცეს ჩვენგან, იმიტომ რომ ეხა შეფარდება გვაქვს დაახლოებით ეგეთ რომ ჩვენ ვართ ორჯერ მეტი მათზე. და ეს პროპორცია რო შეცვალო, ჭირდება რომ ყოველ ერთ გაქცეულ ოცნების ხარდაჭერზე აქედან გაიქცეს ორი და არ არის ეგრე. ვეჭვი მაქვს რომ იქიდან შეიძლება უფრო მეტი გზარბოდეს, ვიდრე აქედან გარბიან, იმიტომ რომ აქეთ მართლა ის ხალხია, ვისაც ეს ქვეყანა უყვარს. ხო, თუმცა ცვლილებების მოსურნე ხალხის წასვლიდან მე რასაც ვუყურებ განსაკუთრებულად წელიწადში მნიშვნელოვანია ის, რომ იმითი, ანუ იმედ დაკარგულები მიდიან, ანუ არა უკან დაბრუნების. პრობლემა არის, რომ აქტიური ნაწილი აქედან მხარეს და ეგ არის პრობლემა, მაგრამ ჯამში კიდევ იმეორებ, რომ პროპორცია მაინც იმათ სასარგებლოდ არ იცვლება, მე მაგისი არ მჯერა, ამიტომ ეგ არგუმენტი არ არის. ხო, ამიტომ ის სწორედ იმის გამო, რომ დრო მათზე არ მუშაობს და იმის გამო რომ იციან რომ ადამიანები უბედურები არიან ამ ქვეყანაში, მაქედან მოდის მე ეს შიზოფრენიული ისენი რომ ვიღაცამ ხო არ მიღალატა, ვიღაცა ხო არ შევა. მაგის გამო არის რაც ხდება, მაგის გამო ეს ღარიბაშვილის ამბავის, ლილვაშვილის ამბავის და ყველაფერი რომ ეჭვები ჩდება მე რომ დღეს ფარცხალაძეს აუყენეს ბრალი მაგალითად. ხო, ფარცხალაძეს ლენინმა რაც დააკლო რომანოებს, ახლა ესენი დაუმატებენ. შავი ხუმრობა გამომივიდა, მაგრამ დრო ტყუილად არ ვახსენე, იმიტომ რომ თქვენ შემთხვევაში რაღაცნაირად განისაზღვრა, ხო, ეს დრო თუ არ ვიცოდით, აი ციხიდან გამოხვიდოით თუ იქვე წაგიყენებდნენ ბრალს, გამოხვედით და მალევე, პრინციპში მესამე დღეს, ხო, გამართეთ ბრიფინგი, უბრალოდ მონაწილეობა მიიღეთ იმ ბრიფინგში, რომელიც შეეხებოდა ქიმიური მოწამვლის სავარაუდო ამბავს და იმავე დღეს საღამოს დაკიპარეს სასამართლოში და ვიცით, რომ ხო, 2 საათში და ვიცით, რომ ერთი თვის და გაქვთ იმ დღიდან მოყოლებული 30,000 ლარის გადასახდელად. თუ ამ ვადაში არ გადაიხდით, სავარაუდოდ ისევ პატიმრობა მოგიწევთ, ხო? ხო, სავარაუდოდ არა უეჭველი. და არ ვიცით პასუხი, აპირებთ თუ არა გადახდას, მაგრამ ვიცით ყოველ შემთხვევაში პროტესტში აქტიურად ჩართული ხალხის განწყობები, რომ მათი დიდი ნაწილი თვლის, რომ სჯობს გადაიხადოთ და გარეთ იყოთ ერთი პოლიტიკოსი მაინც, იმიტომ რომ დანარჩენებს ჯერ არ უწყობთ ესე მალე გამოსვლა. ანუ ეს დრო განსაზღვრულია ერთი თვეა, ხო, რომლიდანაც რამდენიმე დღე უკვე გავიდა. 22 იანვარს არის ბოლო ვადა კი. აი ამ დროს როგორ უყურებთ? ჯერ გადახდასთან დაკავშირებით არ ვარ ჩამოყალიბებული და ყველგან ერთ და იგივეს ვიძახი, მართლა არა ვარ ჩამოყალიბებული. ეს როგორც მარტო ჩემი ამბავი, არც ფიქრიც არ დამჭირდებოდა, ზუსტად ვიცი რასაც გავაკეთებ, მაგრამ არ არის მარტო ჩემი ამბავი და ვიცი, ძალიან რთული ის არის, რომ უბრალოდ ძალიან ბევრი ადამიანის ბედი არის დამოკიდებული მათ შორის ამ ჩემ გადაწყვეტილებაზე. ამიტომ მიწევს რაღაცების ფიქრი და მათ შორის ვცდილობ კიდე ამ ადამიანებთან რაღაცა კომუნიკაციას. ხო, მოგეთ ეხლა ამ წუთში ჩამოყალიბებული არ ვარ, არც მინდა რომ ამას ძალიან ბევრი დრო დავუთმო, იმიტომ რომ მათ შორის იმის გათვალისწინება შეიძლება ძალიან ცოტა დრო მქონდეს გარეთ, მირჩენია რაღაცა უფრო მნიშვნელოვან რაღაცებზე დავხარჯო დრო, რაც არის ეს შეხვედრები და ადამიანებთან საუბარი და რაღაცა საერთო რაღაც პოზიციების შეჯერება, ეგ უფრო არსებით და მნიშვნელოვანი გონია ეხლა ვიდრე ის. მაგრამ ნუ ცხადე ხარ რაღაც ვადა რომ მოახლოვდება, მე მომიწევს ჩამოყალიბება და რა ვიცი, ტიპით ადრე 5 ადრე ნებისმიერ შემთხვევაში საჯაროთაც ვიტყვი რა რას ვაპირებ ან იმასა. იმიტომ არ ვაკეთებ რაღაცა სასპენსი გავაჩინო და ეხლა ადამიანები ელოდონ ამას. ყველა არგუმენტი მესმის, რომელიც არის გადახდის მხარდამჭერი და ძირითადად ეგ არგუმენტები მომდის წერილობით ისახით პატარა მესიჯებათაც ყველა ფორმატში მწერენ და რუსთავაზეც რო გავდივარ საღამოს მარტო მაგაზე მელაპარაკება, შეხვედრებით რომ მაგ ყველა მარტო მაგაზე მელაპარაკება, რომ რამდენად მნიშვნელოვანია რომ მე ციხეში არ წავიდა. ყველაფერი მესმის, მაგრამ ისიც მინდა ესმოდეთ ადამიანებს, რომ ეს არ არის ჩემთვის მარტო წმინდად პრაგმატული ამბავი, რაღაცა პოლიტიკურად რა არის სწორი და რა არ არის სწორი. ჩემთვის პირადი ამბავიც არის და მე არც ერთ შემთხვევაში არ შემიძლია ისეთი გადაწყვეტილის მიღება, რომელიც მე აღარ მომცეს საშუალებას, რომ მე თვითონ გავაგზელო თუნდაც პოლიტიკური ცხოვრება. მე თუ საკუთარ სინდისთან არ ვიქნები მართალი, მე გამიჭირდება ზოგადად რამის კეთება. ეგეთი ადამიანი ვარ. ჩემ გარშემო ვინც არის ხოლმე ყველაზე ახლოს იმათ მაიციან. ამიტომ რაღაცები მაქვს მართლა
გადასახარში, გადასამოსაფიქრებელი, რომ ვიცოდე რაღაც ან ესე თუ მიიღო გადაწყვეტებას, მე როგორ ვაგზელებ ცხოვრებას და ან ისეთ გადაწყვეტებას თუ მე როგორ ვაგზელებ ცხოვრებას, რომ წინასწარ გააზრებული მქონდეს ეს რაღაცეები. თორე გამიჭირდება. ამიტომ ჭირდება უბრალოდ დრო. თან როგორც გითხარით, ბედამად ბევრს ხა მაგაზე ფიქს ჯერ ვერ უთმობ, როცა მოახლოვდება, მე უფრო არსები დავიწყებ რვანაბიჯიკით და მოვიფიქრებ. რვანაბიჯიკით არის ციხის საკნის მარშრუტი, ხო? ჯიმში დავიწყე ხა სიარული და ჯიმში ხა თითო მისვლიდან მისვლამდე ხო რაღაც დრო არის, რომ რაღაცა სიტყვაზე მიხედა, რაღაცა გააკეთე, რავი. პრესი გააკეთე, მე ხო ისვენებ და დავაბუღამ უკვე დღეს მეორე დავიჭერე ჩემი თავი, რომ ესე რვანაბიჯს. ანუ დავდიოდი რა ესე და ეხლა რვანაბიჯიკით ავტომატიზია ფეხები გადასული. ანუ მარტო თქვენზე რო იყოს დამოკიდებული, არ გადაიხდიდით ეს SMS მის ამბავი. კი, ცალსახად. და სხვა ადამიანებზე გულისხმობთ იმ სხვა პოლიტიკოსებს, რომლებიც მსგავსი ბრალით არიან ციხეში ჯერ კიდევ. არა მხოლოდ მათ გარდა კიდე სხვა ადამიანებზეც, მათ შორის ჩემი გუნდი რაც არის ეს ხალხის და კიდე რა ვიცი. ბევრი ვინმე არის ამაზე ამ ჩემ გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული და ამიტომ მარტივი ამბავი არ არის. მთელ ამ თავგადასავალში, როცა სისხლის სამართლის საქმეები აღიძრება, შენ წინააღმდეგ ციხეში ხვდები და ახალი პატიმრობების საფრთხის წინაშე დგახარ. ერთი პრობლემა ხო არის, აი თუნდაც რვანაბიჯის რუტინა, რომ ფიზიკურად შეზღუდული ხარ, საყვარელ ადამიანებს ვეღარ ნახულობ და გამოკეტილი ხარ სადღაც და თან უსამართლობის განცდა გაქვს, რომ ამას არ იმსახურებდი და მეორეა ალბათ ესეთი ემოციური დილემები, ხო, რომლის წინაშეც აღმოჩნდები და პრინციპში არც ერთი გადაწყვეტილება მთლად სწორი და წელგამართული არ არის, ანუ ეგეთ არჩევანებს გიყენებს ცხოვრება თუ რეჟიმი. გულობ ყველაფერი ვიკითხავ ხარ, რომელი უფრო რთულია თქვა, ალბათ ემოციური დილემები არა, ვიდრე ეს ფიზიკური შეზღუდვები. ჩემთვის ყველაზე რთული გადასალახი არის რაღაცა ჩემი შინაგანი ამბავი, რომ მე ყველაფერი რთულია ცხადია, ხა ვის უნდა იქ გამომწყდება და მით უმეტეს როცა 15 წლიან ვადაზე არის საუბარი. და მაგაზე ფიქრობ რა, როცა გიჭერენ პირველი მაგას ჩემი პირველი ფიქრები ეგ იყო რაღაც საკუთარ თავთან ჭიდაობა, როცა გამომკეტეს რაღაცების გააზრებას იწყებ რა და მე პირველ დღეებში რაზე ფიქრობ? აი მაგაზე ფიქრობ რა. პირველი დღეები, აი ბევრი რაღაცა საკუთარ თავთან ბრძოლები გაქვს რა. პირველი იყო ეგ, რომ ფიქრობ იმაზე, რომ ხეი ეს ახლა კაი რაღაცა 7 თვიანი ამბავია, მაგრამ თუ 7 თვიანი არ არის და მეტია, 5 წელია, 10 წელია, 15 წელია, მაშინ რა შვები რა. და გუშინას თქვი ეგ და რაღაც მომენტში იაზრებ იმას, რომ რავი, თუ რაღაც მომენტში ტყდები შეუძლებელია რომ რუსებმა ვერ მიხვდე რომ შენ სად გატყდები და მაშინ გატყდები რა ან 15 წელზე კი უვადოზეს თანახმა ხარ დაათვალიერებ აი ამ საკანს აქეთ-იქით გამოიხედავ და ფიქრობ რომ აი შეიძლება სიკვდილამდე ამას უყურო. რავი ხო შეიძლება მაგის ალბათობა არსებობს და შეიძლება ეგრე იყოს და მაგას იაზრებ რომ ოკეი ან ამაზე თანხდები და მაგ შემთხვევაში ხარ ამ ბრძოლაში ან თუ მაგაზე არ მიდიხარ ეგ ნიშნავს რომ სუსტი წერტილი გაქვს და მაშინ უნდა შეეშვა ამ ბრძოლას, იმიტომ რომ აზრი არ აქვს. იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში შენ ამ სუსტ წერტილს გიპოვიან და ამ სუსტ წერტილს გამოიყენებენ. მე ვფიქრობ კიდე სხვა სუსტი წერტილები რა შეიძლება იყოს და ხო ცხადია მიდიხარ ოჯახზე და პირველ რიგში მანდ მიდიხარ რაღაცებზე ფიქრობ რა, მაგრამ მანდაც იგივე ლოგიკა მუშაობს რა. თუ გაქვს რაღაც სუსტი წერტილი, იმას გიპოვიან და გამოიყენებენ და ისევ იგივე რომ ან რავი, ხო ეგუები რომ რაღაცა ტიპის, სხვადასხვა ტიპის მსხვერპლებია, რომელიც უნდა გაიღო ამ ყველაფერში. რაც არ არის მარტივი ამბავი, მაგრამ ამ რაღაცებს ხარშავ. მე ჭიდაობ, მე ჩემ თავზე შეიძლება სხვადასხვა ადამიანის სხვადასხვა გზას გადიოდეს, მაგრამ მე რაც მახსოვს აი 4 ჭიდაობა საკუთარ თავთან, ეს იყო მეორე ჭიდაობა იყო, როცა უსამართლობა გაგიჟებს და რაღაც დავწერე კიდევაც მე მგონი მაგაზე რაღაც, მაგრამ ეს უსამართლობის განცდა არის ისეთი, რომ შეიძლება იქიდან სხვა ადამიანი გამოხვიდე. და ჭიდაობა ის იყო, რომ რაღაცნაირად საკუთარ თავს ეჭიდაებოდი, რომ რაღაც არ მინდა, რომ გაბოროტებულიყავი ამის გამო, და შეიძლება ძალიან მარტივად შეიძლება გაბოროტდე, მანდ ლოგიკის ალაგება როგორ შეიძლება მიხვიდე იქამდე, რომ გამოხვიდე გარე და საშინელები გააკეთო, ძალიან მარტივი არის. ხო და რაღაცნაირად მე ამაზე ვიფიქრებ ხარშე და საბოლოო ჯამში პირიქით ეფექტი მომცა. გაბრაზებაც კი მიჭირს რაღაცეებს ეხლა მართლა, ანუ რაღაცეებს დისტანციიდან დაუწყე ყურება, იუმორით უყურებდი ისაც მანამდე და ის იუმორი მეხმარება და ბევრ რაღაცეებზე რაც მათ რეჟიმის ქცევაზე მეცინება რაღაცნაირად და მანდ გადამაგდა რაღაცა ის სიზღი და შურისძიების სურვილი და ეგეთი რაღაცები იმდენად ჩაკლული მაქვს, რომ
საერთოდ არ მაქვს რა. რაღაც მომენტში უბრალოდ ამ ბევრი ფიქრის მე უბრალოდ იაზრებ იმას, რომ ის რომ ეხა მე აქეთა ვარ და ის რომ თუნდაც აი პოლიციელი ფორმიანი ხალხი რომელიც იქით არიან, რავი, რაღაც რო დაფიქრე რეალურად სინამდვილე შემთხვევები, ბევრი შემთხვევითობების ამბავია, რომ მე აქეთ მოყვევი და ის იქით მოყვე. თორე ხა ასეთი რეჟიმების ისტორიას რო გადახედო, სტატისტიკურად ადამიანების დიდი ნაწილი დგება იქითკენ. საბოლოო ჯამში ხვდები, რომ ბევრი შემთხვევები ცხოვრების განმავლობაში ბევრი შემთხვევითობების ამბავია, რომ მე რაღაცა ამ ღირებულების სისტემითა ვარ, როგორითაც ვარ და აქეთ ვდგავარ და ისინი იქით დგანან. დიდი შანსი იყო, რომ მეც იქით ყოფილიყავი და რომელიღაცა იქით და აქეთ ყოფილიყო. ხო, მაგას რო იაზრებ, მაგის მერე ძალიან ცოტა გიჭირს, რომ რაღაცაზე გაბრაზდე და შურისძიების ის კონდე რაღაც უყურებულად ადამიანებს, რომლებიც რაღაც ძიმე მდგომარეობაში არიან აღმოჩენილი ბევრი თვალსაზრისით და даже იმაზეც ვფიქრობ, რომ აი რა მეტი რა უნდა დაემართოს ეგეთ მდგომარეობაში რო არ ჩავარდნილი, რომ აი რა ვიცი, დგებუძესაც დაემართა ხა მზიან მაღლობის შემთხვევაში. მე აი მაგაზე საშინელი რა უნდა დაგემართოს, მე რა შურისძიება უნდა მინდოდეს მე, რომ აი ადამიანი თან ვიცნობ, მე მასთან შეხება მქონია ორჯერ ტყავარ დაკავებული როგორც მახსოვს და აი მაგ რო დაგემართება მაგაზე უარესი რა უნდა უსურო კიდე ადამიანს, რომ მოგინდა შურისძიება. მეორე ამბავი ეგ იყო. მესამე ამბავი იყო, როცა მესამე ამბავი ოჯახთან, მესამე და მეოთხე ოჯახთან არის კავშირში. მესამე ამბავი იყო, როცა რაღაცა პერიოდის მერე ხვდები, რომ ბავშვები, შვილები აღარ გესიზმრებიან. ანუ იმის გამო რომ რაღაც ერთფეროვანი მასში ხარ, უცებ ხვდები, რომ დღეები გავიდა და შვილი არ დაგსიზმრებია. და მე ბრძოლა ის არის, რომ რაღაც საკუთარ თავზე ბრაზდები და საკუთარ თავთან გაქვს რაღაცა პრეტენზიები, რომ ანუ რა დაგემართ, რა ცხოველი გახდით, თუ რანაირად შეიძლება საკუთარი შვილები არ გესიზმრებოდეს. მეოთხე ამბავი ამასთან არის კავშირში, როცა რაღაცა პერიოდი რო გადის ამაზე ეგუები. და მე საკუთარი თავი გეზიზღება იმის გამო, რომ შვილები აღარ გესიზმრებიან, მაგრამ ამას აღარ განიცდი. იმიტომ შეეგუე და ხვდები, რომ ხო რაღაც თვალსაზრისით ჩვეულებრივი ცხოველი ხარ, რომელიც რაღაც გარე გამეღიზიანებები დღის განმავლობაში ასაც ხედავ, იმას ხედავ სიზმარში და თუ არ ხედავ დღის განმავლობაში რაღაცებს, ის რაღაცები სიზმრებიდანაც კი გადის, თუნდაც შვილები იყოს, რომელზეც შეიძლება დღის განმავლობაში ფიქრობდე, მაგრამ ამი არ გესიზმრებიან. კაი, მე მგონი ძალიან იმებში წავედით, მაგრამ სიზმრები მე მგონი არ არის შენზე დამოკიდებული რა და გესიზმრება, თუ არის? არა, რა თქმა უნდა არ არის, მაგრამ ნუ მეტწილად არის დღის განმავლობაში რაზე ფიქრობ და შენ აქნის ორგანოებით რაც მიიღე, ხო, მაგას ირეკლავ. და სანამ გესიზმრებოდნენ თავში, რა გესიზმრებოდა, რომ ისევ ერთად იყავით? რასაც ერთად აკეთებ, გესიზმრება. ბავშვების შემთხვევაში სახლში ერთად ყოფნა, ძირითადად სახლში ერთად ყოფნა, კოსტას შემთხვევაში ფეხბურთზე წაყვანა, მე რაღაც კაბაბის ერთად ჭამა, რაც უყვარს და ეგეთი აცები, რაც გაგიკეთებია ერთად ძირითადად ეგ, ხო. ბავშვები მოდიოდნენ ხო პაემნებზე? მე მგონი ეგეც რთულია, რომ აი პირველად რომ დაგნახავთ, ხო, ბრალდებული ხარ სანამ ხარ და მოგიჯიან, მანამდე იყო კვირაში ერთხელ, თვეში 4 ჯერ უბრალოდ და დაახლოებით კვირაში ერთხელ გამოდა რომ მოგიჯიან, მაგის შემდეგ არის თვეში ერთხელ უბრალოდ შუშის იქით არიან რა. ხო, ბავშვები მოდიოდნენ, რატას ჰქონდა თავიდან რაღაც ის, რომ სტრესი არ იყოსო და რაღაცა, მაგრამ ნუ ჩემი თავიდანო ჩემი ის იყო, რაც უთხარი ნატას, რომ ნუ რავი, ხა მათი ცხოვრების ნაწილია საბოლოო ჯამში ეს და ერთი ხარ არაფერს არ ვატყუებთ, ყველაფერს ველაპარაკებთ და ყველაფერს უხსნი და ვეუბნები და ნუ რავი, მე არ ვიცი ხა უდესმე ცხოვრებაში გამოცდილება თუნდაც ის, რომ რაღაცა დაიბადენ ისეთ პერიოდში, რა პერიოდშიც ეხა ჩვენ ცხოვრობთ, როცა უწევთ საკუთარი მამის ციხეში, შუშის იქით ნახვა. ნუ რავი, რაღაცა უცნაური, მაგრამ იშვიათი გამოცდილებაა და რატო უნდა რადგან ეგ რეალობაა, რავი, გქონდეთ ეგ გამოცდილებაც რა, სტრესია თუ რა არის, დაველაპარაკებით, ავუხსნით, გავაგებ და ნატამაც ეგრე ვითხარ, ოკეი და პირველივე იმიდან, ანუ თუ რაღაცა ის პაემნის საშუალება იყო, ბავშვები ყოველთვის შემოდიოდნენ, რომ ნუ ვერ ვეხებოდით და რაღაცა, მაგრამ ფანჯრის იქიდან რაღაც ფანჯერაზე ხელის მიდება და რაღაცა. და მე მაგასაც ეჩვევი თუ ყოველ ჯერზე ღელავ ერთნაირად, როცა მოდიან. არა, ყოველ ჯერზე ღელავ, აი რაღაც პირველად შეყვარებულთან რო პირველად მითხრა პაემაზე და ახლა ეგეთი გზნობა, ერთი თვე რო არ ყავს ნანახი და რო ჩადიხარ და თავში 1000 რაღაცა გიტრიალებს, აზრები რო რაღაცა ეს უთხრა, ის უთხრა და ნეტა როგორ იქნებიან და და მე რომ არ გადის. ძალიან 1 საათი არის და აი უცებ გამიფრინავს რა. ხო. არ არის მარტივი. არა, ხო, მარტივი არა. და ამ თავგადასავალში ხო აღმოჩნდით, ჩვენ ისევ წერდით, რომ სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებულობის გამო. თუმცა დაპატიმრების თუ დაკავების მოლოდინი ბევრად ადრე გქონდათ, ხო, სანამ ეს კომისია შეიქმნებოდა და მანამდე არსებობდა ვარაუდი, რომ დედაენის ბაღში გაკეთებული საჯარო შეხვედრაზე გაკეთებული განცხადებები შეიძლება ყოფილიყო მიზეზი, რასაც დაძაედებოდა, ხო, ესენი დევს საქმეში.
თქვენთვის რა მნიშვნელობა ქონდა საბოლოოდ და ეხა არის შემდეგი რაც გემუქრებათ საბოტაჟი, ხო? ხო, ორი ბრალი მაქვს ხო. საბოტაჟი და უცხო რაღაც ტრულ სახელმწიფო ორგანიზაციასთან ხო, თანამშრომლობა. თანამშრომლობა ქვეყნის დასუსტების მიზნით რაღაც ეგეთი. ხო, და აი რა მნიშვნელობა აქვს, როცა გაპატიმრებენ ხელისუფლება, რომელსაც რუსულ რეჟიმად მიიჩნევ. რა ეწერება შენ ბრალში, რის გამო აღმოჩნდები ციხეში? იგი ფიქრია, რომ მე უფრო დამაჯერებელი ბრალდება. არსებითად არაფერი, მაგრამ ის რო საბოლოო ჯამში ეგ რაღაცები გადის ღალატის მუხლის ქვეშ გადის, ნუ რა ვიხარ, ჩემთვის უფრო ისეთია რა, სასაცილოა და გასართობად არის, რომ რაღაც ღალატის გამო აი შეურაცხყოფელი არ არის. ბრალის წაყენების ნაწილში არა, შეურაცხყოფელი სხვა რაღაცა არის. მაგდ გირაოს ამბავის რო გასაგები იყოს, რატო ფიქრობ რაღაცებს, ეგ არის შეურაცხყოფელი. ანუ სიამდვილეში არაფერ შუაში არ არის ჩემ შემთხვევაში გირაო. არ წინაზე არაფერ შემთხვევაში არ იყო გირაო და არც ახლა არაფერ შუაში არ არის გირაო. ანუ ძალიან თავისუფლად შეუძლიათ აკვეთი ღონისძიების დებისერი ბოდვა დამაბრალონ, ბრალი წამიყენონ. არა, აკვეთი ღონისძიების გარეშე შეუძლიათ უპრობლემოდ დამტოვონ, იმიტომ რომ იციან ზუსტად თუ რასად არ გავდივარ. მათ შორის პირველი ბრალი რაც წამიყენეს ის გამოც ციხეში ვიჯექი, როცა დამირეკეს სტრასბურგში ვიყავე. პროკურორმა იქ მელაპარაკა პირველად და ჩამოვედი ჩვეულებრივად. იმის მერე კიდევ ორჯერ გავედი სანამ ციხეში ჩამსვლა და შემოვედი. ანუ ზუსტად იციან რომ მე არასდროს წამსვლელი არ ვარ. ზუსტად მიცნობენ და იციან რომ არასდროს წამსვლელი არ ვარ. არგუმენტი ეხაც რაც მოიყვანეს არის ის რომ მე შეიძლება გავიქცე, იმიტომ რომ გარეთ კონტაქტები მაქვს. თან პასპორტი და პირადობა ჩამომართვეს. და მეორე არის ის რომ შეიძლება ისევ ჩავიდინო დანაშაული და ვითომ ამიტომ არის საჭირო გირაო. და ეს დანაშაული არის ის რომ უცხოელებს შეიძლება ვეკონტაქტო. რაც შემიძლია ხაც ვაკეთო. ციხეშიც ეკონტაქტებოდით. ციხე შემომიყვანეს თვითონ და შემოხვდეს deep state-ის ხალხს. თვითონ. აი ის გამინდა რომ რავი ტელეფონი არსებობს და ვიდეო კოლი არსებობს და ეხაც მაქვს კომუნიკაცია და მაგით გირაო როგორ ზღუდავს მაგას ანუ გირაოს ერთადერთი დანიშნულება არის ის რომ რადგან ეხა ფიქრობ სინამდვილეში არის ის რომ უბრალოდ ჩემი ხასიათი იციან რომ მე ჯიუტი ვარ და შეიძლება მაგაზე გავჭედო და უბრალოდ მაგის გამო შემაგდონ ციხეში ერთადერთი თორე ზუსტად იციან რომ გირაო არაფერ შუაში არ არის ჩემთვის რატო არის შეურაცხყოფელი იმიტომ რომ ჩემთვის ეხა გინდა გირაო მომთხოვე გინდა ნებისმიერ რაღაცა მომთხოვე ჩემი აქმა არის ის რომ უბრალოდ მეუნებიან რომ რაღაცა აი გუშინ წი ვიღაცას ვეუბნებოდი რომ გაიკეთე წითელი კლოუნის ცხვირი აი ითხოვ თუ არ გაიკეთებ დაგიჭერ და დილემა არის ეგ რა ვიცი უნდა დაემორჩილო ეგეთ რაღაცას თუ არ უნდა დაემორჩილო ჩემთვის რა გირაოს მოთხოვნა არის წითელი ცხვირის გაკეთება რაც არის შეურაცხყოფელი და მანდ მაქვს პრობლემა არა ის რომ რაღაცა მაგითი რაღაცა ლეგიტიმაციას ვაღიარებ ან თანამშრომლობ ან თანამშრომლობ ეგ რაღაცები საერთოდ შუაში არის ჩემი აზრით ამამბასთან ამბავთა თავმნიშვნელოვანი რაც არის ეს რომ ისინი ცდილობენ რომ აჩვენო რომ მე გავტყდი იმითი რომ რაღაც ნებისმიერი ბოდვას უნდა დავემორჩილო მანდ მაქვს მე ჩემი პირადი პრობლემა რომ არ მინდა ეგეთი რაღაცის გაკეთება თორე მაგის მიღმა არაფერი არ არის და ის არ გაქვთ აი რაც მაგალითად ამ კომისიაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში სხვა პოლიტიკოსებს დაემართათ რომ გირაო გადაიხადეს რაღაც დრო მოიგეს მაგრამ საბოლოოდ მაინც ციხეში აღმოჩნდა ეგ ცალკე საფრთხე არის რომ შეიძლება გქონდეთ რაღაც გაბანძების ანუ სიტყვას გადამახტევინონ გირაო დღეს და მეორე დღეს შევიდნენ აკვეთი ღონისძიების შეცვლით და მოითხოვონ პატიმრად ჩამსვან მეორე დღეს და სასაცილო მდგომარეობაში ჩაგაყენონ რომ გუშინ გირაო გადაიხადე ანუ გარეთ გინდა და დარჩენა და აი ხა ჩაგსონ ციხეში ცალკე პრობლემა არის. ხონდე გარი რაღაც ისეთი პოლიტიკური ტიპის პრობლემა, რომელიც მე ნაკლებად მაწუხებს, ანუ იმდენი რაღაცები მიკეთებია, რომ რაღაც ეგეთ რაღაცებზე არ ვღელავს საერთოდ, ანუ რაღაცა ერთობაზე რომ ლაპარაკობ ამდენი წელია და ეგ ცუდი არის პოლიტიკოსისთვის, იმიტომ რომ ამდენი წელი ლაპარაკობ ერთობაზე და მაინც არ გამოდის ეს ერთობა და ეს ჩემი რაღაცა პოლიტიკური იმიჯისთვის დამაზიანებელია, ლაპარაკობ რაღაცა არარეალურ რაღაცაზე. ეგეთ რაღაცები არ მაინტერესებს, არ ვღელავ ეგეთ რაღაცებს, რაც გონია სწორი მაინც იმას ვაკეთებ. ანუ მაგაზე ხო ნაკლებად ვფიქრობ, უფრო რაც მოყევი, ჩემთვის ეგ უფრო არის პირადად პრობლემა. 25 ივნის ციხიდან გამოვაგზავნეთ წერილი, რომელშიც ქართულ ოცნებას მიმართავდით, რომ ბიძინა ივანიშვილი არის თაგებაო და გადაეცითო მენეთეკელ უფარსინო. გახსოვთ ეგ წერილი? აუ რიცხვებით არ მახსოვს, იმიტომ რომ მე წერდი ხომე და ვაგზავნდი ხომე და ჩემი მეგობარი დებდა და იმის გამო რომ მე ვერ ვადანები თვალყო სიტყვაზე რაღაც სოციალებში რა ხდებოდა და რაღაცა ეს ადამიანი თვითონ წყვეტდა ჩემი მეგობარი წყვეტდა აქტუალური იყო თუ რა და დასადები იყო თუ არა. როდის რა დაედო? როდის რა დაედო არ ვიცი ხო. ეხლა რამდენიმე საგზავნდით ერთად? ხო რაღაცა ხო არის რაღაცა მოგივიდა რაღაცაზე დაწერე მე კიდე რაღაც მოგივიდა დაწერე და ყოველდღე რა გზავნი რაღაც პერიოდად ვაგზავნდი და ამიტომ ხანდახან 3-4 სტატუსს ვაგზავნდი ხოლმე და მე ჩემი მეგობარი ანაწილებდა როცა ჩათვლიდა რაღაცა ეხლა არის ამის დრო მაშინ დებდა ხოლმე რა. ხო და ეს მენეთეკელ უფარსინ
ფრაზის უკან რა იდგა, ანუ ძველი აღთქმიდან არის ფრაზა, რომელიც მეფეს აფრთხილებს, რომ ძალაუფლებას დაკარგავს. კი, იგივე და იმავე ღამეს კარგავს. ხო, თადი გამეღამეს არც შემთხვევაში არ გამოვიდა, მაგრამ ჯამში მაგის თქმა მინდოდა, რომ საბოლოო ჯამში ეს რეჟიმი ფინალში გადის. ისე როგორც ბევრი სხვა რეჟიმი გასულა ფინალში. და უბრალოდ ეს ფინალი როდის დადგება მე არ ვიცი, ხა ერთ დღეში იქნება, ერთ კვირაში იქნება, ერთ თვეში იქნება, ერთ წელში იქნება, მაგრამ დადგება ნებისმიერ შემთხვევაში გარდაუვალი ამბავი არის ჩემთვის. ხო და ეს წერილიც მაგითო გავიხსენე, ანუ თქვენ ციხეშიც ფიქრობდით, რომ თქვენი ციხეში ყოფნით ხელისუფლება უფრო სუსტდება ამ პერიოდში, ვიდრე თქვენ ციხეში ყოფი პოლიტიკოსები. არა, მე მაგას სხვანაირად ვუყურებ. ციხეში ყოფნა არ ყოფნა ჩემთვის არ არის რაღაცა მაინც და მაინც არ არის კავშირში იმასთან, რამდენად პრაგმატულია ესეთი პოლიტიკური ბრძოლა. სხვა რაღაცებთან არის. ჩემთვის კი არა მარტო მგონია, რომ რაღაცა ლაკა იქნება თუ ნიკები იქნებიან თუ ვაშაძე იქნება თუ ვინც ირაკლი უხრუაშვილიც კი, ხო, ახლა ირაკლი უხრუაშვილს რაღაც აქტიური პოლიტიკოსი აღარ არის და არც არაფერი და იმის გამო რომ უბრალოდ გაჭედა, თქვა რომ ეს უსამართლოა და არ ვიზამ, მაგის გამო კიდე ორი დამატებითი რაღაცა ბრალი დაუმატეს და ჩატოვეს დიდი ხნით ციხეში. მის კი არა უბარტო მაგით თუ ჩაჯდა, მაგის მე კიდე დაუმატეს, მაგრამ ადამიანებს ხშირად არის, ადამიანებს გონიათ რომ ჩვენ რაღაც გადაწყვეტებას ყოველთვის ვიღებთ რაღაცა პოლიტიკურად რა არის მომგებიანი, რა არის წამგებიანი, ან პოლიტიკურად სწორი რა არის პრაგმატულად და არასწორი და არ არის ეგრე, რა ვიცი, ადამიანი. ნუ მაგის მიხედვით სულაც არის. ხო, ადამიანები ვართ საბოლოო ჯამში და რაღაც ბევრი უამრავი ადამიანური ფაქტორი, რომლის გამოც იღებ რაღაცა გადაწყვეტებას, იმიტომ რომ საკუთარ თავთან გინდა რომ მართალი იყო. მათ შორის თუნდაც იმიტომ რომ რაღაცა ბრძოლა გააგრძელო, მაგის უჭირდება რომ საკუთარ თავთან მართალი იყო, რომ რაღაც სინდისი არ გაწუხებდეს და ღამე რო იძინებ, არ ფიქრობდე იმაზე, რომ რაღაცა საკუთარი რაღაცა მშინაგანი რაღაც კოდექსი რაც გაქვს ის დაარღვიე. ხო და ეს ციხეშიდომაც ეგეთი რაღაცა მეორე რაც ასევე მნიშვნელოვანია ამ ბრძოლაში და რაც ისიც თქმაც და გამეორებაც ახლა მიწევს. რამდენი დღეა 8-9 დღე არის ხო ადამიანებს ხვდები და ველაპარაკები. თავარი ის იქნება რასაც რუსთაველზე მათ შორის ადამიანებს ეუბნებოდი რომლებიც მოდიოდნენ და მე მეუბნებიან რომ რაღაცა რა ის კი არა მარტო რაღაცა რა კარგია რომ გარეთ ახლა რომ რაღაცა მე ვარ იმედი და რაღაცა გამომყვებიან და ისა და ისა. თავარი რასაც ვეუბნები ყველას არის ის რომ რავი ეს ამბავი ეს ბრძოლა მარტო ჩემზე კი არა რომ ჩემზე ვიყოს ჩამოკიდებული. თუნდაც ციხეში ვინც არიან ან ნიკები ვაშაძე გამოვა ეხა პირველი მე როგორ არამე გამო მელიას ერთ წელი წინ ახლა ვიტოვებენ ლაკა არ ვიცი როდის სხვა ტიპის პროცესი აქვს მას და როდის გამოვა, მაგრამ თუ ეს პროცესი მარტო ჩვენზე იქნება ჩამოკიდებული ჩვენ დაგვიჭერენ რუსები ყველა შემთხვევაში დაგვიჭერენ. მე სანამ დამიჭერდნენ მანამდეც კი რომ ხონდა შეხვედრები სხვადასხვა აქტიურ ჯგუფებთან ყველას მაგას ვეუბნებოდი. რო იწყებოდა ლაპარაკი იმაზე რომ რაღაცა არის პოლიტიკოსები არ ვარ პარტიები არ ვარ რაღაცა პირველი რასაც ვეუბნებოდი ხო იყო ეგ რომ ჩათვალეთ თუ აღარა ვართ. აი წარმოვიდგინეთ რომ დადგება ეგ მომენტი როცა ჩვენ დაგვიჭერენ. მე თქვენ რა შვებით. ანუ მაგის ლაპარაკი გავიგე, ახაც მეუბნები და ეთერებში მაგას ლაპარაკობთ, მაგრამ ოკეი, გავიგე, არ მოგწონთ რაღაცა, მაგრამ პირველი ბრძოლის ხაზზე დგანან პოლიტიკოსები. ჩვენ რო დაგვიჭერენ, მე რა შვებით, მაგაზე იფიქრეთ, რომ ჩვენ აღარა ვარ დაჭერილები და მე ვიფიქრეთ იმაზე თქვენ ისი გამკეთებელი ხართ, რა უნდა გააკეთოთ. ხო და ეხაც იგივე რეალობა არის. ანუ მესმის რომ რაღაცა ჩემი ციხეშიჯდომა რაღაცას აკლებს გარეთ ამ ამბავს, მაგრამ თუ ეს გარეთ ბრძოლა ან ჩემზეა ჩამოკიდებული, ან იმ ხალხზე ციხეშია და ვინც რაღაცა ნაწილიც გამოვა იმაზე ჩამოკიდებული, თუნდაც 5 კაცზე, გინდა 10 კაცზე, გინდა 20 კაცზე, როგორც კი ჩამოიკიდება 20-ს დაიჭერენ. არან ეჭვი არ შეგეპაროს, მაგაში არავის. 20-ს დაიჭერენ და მაგით დაამთავრებენ ავტო. ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური პროცესი და ისეთი ბრძოლა, სადაც ეს ამბავი არ იქნება ჩამოკიდებული რამდენიმე ადამიანზე. პროტესტს ვერაფერს ვერ უშებიან მაგის გამო, რომ იქ არ არის არც ერთი ცალკე აღებული ადამიანი, რომლის გამოც ეს ხალხი გამოდის გარეთ. ხო, მაგრამ მაგ შეგონებებმა მე მგონი შედეგი გამოიღო, არ ვიცი პირდაპირ თქვენი შეგონებების გამოძახილია თუ თვითონ მივიდა საზოგადოების რაღაც ნაწილი მაგ დასკვნამდე, იმიტომ რომ მე მახსოვს რომ ამბობდით, რომ აი პოლიტიკური პარტიები აღარ არის და პოლიტიკოსები მარტო ფორმალურად ქვია და ყველა ვინც ქუჩაში აქტიურობს და იბრძვის, შეიძლება იყოს ისეთივე პოლიტიკოსი, როგორებიც ჩვენ ვართ და ეს ხალხი სადაც დატოვეთ იქ დაგხვდათ, ხო? ნუ შეიძლება ცოტა შეთხელებული, მაგრამ პროტესტი ნუ რაღაც იქვე არის აგერ თუმცა რაღაც თვალსაჩინო გონია რომ შეცვლილი არის დამოკიდებულებები პოლიტიკოსების მიმართ და უფრო ლოიალურია კი მე მგონი იმან რომ დაინახეს რომ ადამიანები უბრალოდ რა ვიცი გადადეს საკუთარი თავი და საკუთარი ოჯახები და ციხეში ჩაჯდნენ მაგან იმოქმედა მათ შორის ისეთებზე რომ შეიძლება რაღაცა ეზიზღებოდეთ და არ უყურდეთ იმაზეც იმოქმედა რომ მიხვდნენ რომ რავი არ არის ჩვენ რო ცხოვრობდეთ დემოკრატიულ ქვეყანაში მაგ შემთხვევაში საუბარი იმაზე რომ პოლიტიკოსებს ამოძრავებთ რაღაცა პირადი მოტივები და ამათ ეხა სკამები აინტერესებდა თანამდებობები აინტერესებდა ეგეთი რაღაცეები ეგ რაღაცები ეგ არის კარგი ეჭვები არის
ჩანსაღი პოლიტიკური პროცესის ეგ არის მნიშვნელოვანი, რომ ადამიანები სკეპტიკურად უყურებდნენ ნებისმიერ პოლიტიკურ მოთამაშეს და ეს უქონდეთ ეჭი, რომ ამას ეხა ძალაუფლება აინტერესებს, ამას ფული აინტერესებს და მუდმივ რეჟიმში ყავდეთ რაღაცა ზედამხედველობის ქვეშ. მაგრამ ამ მოცემულებში სადაც ჩვენ ვართ, გონია რომ ადამიანებმა ეგ გაიაზრეს, რომ აქ პრობლემა არის ანუ დაიჭირეს რამდენიმე ადამიანი პოლიტიკოს ჩასვეს ციხეში და მე იქიდან ვატყობდი რომ ვიღაცების რიტორიკა შეიცვალა, შერბილდა რეჟიმთან მიმართებაში, იმიტომ რომ გაჩნდა როგორც ჩანს გაჩნდა შიში რომ ეხა მეც თუ ძალიან ისე გამოჩნდები, ხო, შევა მეც დამიჭირო და ვიღაცები კი გამოჩნდნენ და რაღაც აი ახალი პარტია გავაკეთოთ რაღაცა, მაგრამ იქ მაინც აქმა არის რომ ნუ ეხა ამათ ეხა ჯერ არ ძალა არ აქვს, არაფერი არ აქვს, ესენ როდის ძალას აკრეფენ და რაღაცა და შესაბამისად იმათ საფრთხე არ ემუქრებათ და დაიჭირონ. მაგრამ მართლა რომ გადმოიწიო წინა ხაზზე, სადაც ტყუიები ხდება, მაგის სურველები მაინც და მაინც ბევრი არ არის. ამ ქვეყანაში და არსად არ არის მაგის სურვილი მაინც და მაინც ბევრი რომ წინა ხაზში გადმოიწიოს და იმას მოხდეს ტყუიები. ხო და მგონია რომ ადამიანებმა შეიძლება ესე ვერ გაიაზრეს ახლა როგორც მე ვხსნი, მაგრამ იგრძნეს რეფლექსების დონეზე რომ რაღაც თვალსაჩინო ადამიანები რომლებიც დღეს ბრძოლაში არიან წინა ხაზზე არიან და ეგეთ ნებისმიერ შემთხვევაში პირველ რიგში პოლიტიკოსები არიან, რაღაც თვალსაჩინო მარტო ეგ ბრძოლა არის დასაფასებელი. ანუ რანაირად უნდა თქვა ახლა ვიღაცაზე ვისაც 15 წლიანი ციხე ემუქრება, რომ იმას სკამი აინტერესებს. ანუ რისი ალბათობა უფრო მეტია ახლა დღევანდელი გადმოსახედა რომ იმის რაღაცა სკამზე დაждდება და სიტყვაზე რაღაც ფულს შოვის თუ რავი ძალაუფლების შენარჩუნებაზე, ძალაუფლებით იკაიფებს და ძალაუფლებას შენარჩუნებს თუ ის რომ თუ შეიძლება 15 არა, მაგრამ ბევრი წელი წავიდეს ციხეში და ხო რა ვიცი, რომ გამოვა იქიდან, საკუთარი შვილები ვერ იცნოს და ხელახლა ყავდეს გასაცნობი, იმიტომ რომ სხვა ადამიანები დახვდეს საერთოდ, ისი ალბათობა რომ მეტი. ეგ გონია ადამიანები დაინახეს. კიდე რასაც ხედავ პრობლემას, ბარემ ვიტყვი რა ამ თემაზე ვარ პოლიტიკა, ხალხში რასაც ხედავ პრობლემას. მე მგონია რომ კრიტიკის შენარჩუნება არის მნიშვნელოვანი პოლიტიკოსების, რომ რაღაცებზე აკრიტიკო. რაღაცები თუ გონია რომ სწორი არის და პოლიტიკოსები იმას არ აკეთებენ, მაგაზე კრიტიკა არის აუცილებელი, აჩვენებს რომ საზოგადოება ცოცხალია და რეაგირებს რაღაცებზე და ჩვენი ძალა მგონია აქეთ მხარეს სწორედ მაგაში არის რომ აქეთ კრიტიკა არსებობს. ბაჩოვის ერთმანეთის კრიტიკაც თუ დედის გინება არ არის და რაღაც უშუალო სწორედ ლანძღვა არ არის, მე მგონია რომ საბოლოო ჯანსაღი პროცესის ნაწილი არის ეგ. მაგრამ დამოკიდებულება რომელსაც იქიდან ხედავდი ხოლმე აი პოლიტიკური კომენტატორები რო არიან თუ ანალიტიკოსები თუ ექსპერტები თუ რა ვიცი ხარ ასეთ და მათ შორის აი დიდი აქცია რო იყო ქუჩაში რო ეკითხებოდნენ ვიღაცებს ცნობილ სახეებს იმათი დამოკიდებულებაც ის რომ პოლიტიკოსები გააკრიტიკო, კიდე გამერებ ეგ პრობლემა არ არის, მაგრამ თუ დამოკიდებულება გექნება ამ ხალხის მიმართ, რომ ფუ ეგენი ხო რა სიგრებე მაგათ რა უნდა გააკეთო, ეგ დამოკიდებულება პრობლემა არის. მე არ ვიცი, დღესაც ვეუბნებოდი ვიღაცებს ამას, ვიღაც ბოლოს შეხვედრაზე ვიყავი, იქ ვიცი უთხარი რა. მე არ ვიცი არც ერთი ბრძოლა კაცობრიობის ისტორიაში, სადაც ადამიანებმა მოიგეს, როცა წინა ხაზზე მდგომ ხალხს უყურებდნენ როგორც სირებს და ამასთან საჯაროდ ამბობდნენ. ანუ ის კი არა რომ არ გააკრიტიკე და მოთხოვე რაღაცა რომ ესე კი არა ესე ქენი. ეს კი არა მე ჩემი აზრით ეს არის სწორი. რაც გინდა ის ქენი, ეგ დამოკიდებულება თუ გაქვს იმ ხალხთან მიმართებაში, რომელიც წინა რიგში დგანან, რომელსაც ტყუიები ხვდებათ, რომ ესენი ხო ახლა ამათ რა უნდა. დამთავრებული ამბავია. პრობლემაა რა, პრობლემა არის იმ გაგებით, რომ მე ხო ვიცნობ მათ შორის ამ ადამიანებს, ვინც ციხეში არიან, ადამიანებს, რომლებიც ციხეში არ არიან. ყველას ვიცნობ რა. უმეტესობა შემთხვევაში ამ ადამიანებს ეს არის პირადი ბრძოლა. მართლა პირადი ბრძოლა, ანუ შეიძლება გარედან ეს არ ჩანდეს, მაგრამ გინდა ლაკაიღე, გინდა ნიგვარამია, გინდა მელია, გინდა ვაშაძე, გინდა ხაზარაძე, გინდა ეს არის პირადი ბრძოლა არის პირველ რიგში, რომელიც რაღაც საჯარო გამოხატულებას პოვებს. მაგრამ ამ საქმეში როცა არიან ეს ადამიანები, მნიშვნელობა აქვს იმას რაღაცას რო აკეთებენ, ამის აღქმა საზოგადოებაში როგორია და მე მომისმენია, ხა არ დავასახელებ არც ერთ იმას ვისგან მომისმენია, მაგრამ მომისმენია პოლიტიკოსებისგან, რომ მაგ შორის მე როცა გირაოს არ ვიხდე ციხეში მივდიოდი, თუ რამე მესმოდა რამდენიმე პოლიტიკოსგან ეგ იყო, რა გინდა ჯაფარ მაგას რატო აკეთებ. და რაღაც მეკითხებდნენ მაგას რა შენ გონია რა დაგიფასდება და შენ გონია ვინმე მაგას დააფასე, ესე გააკეთებ, მაინც გაგინებენ, ისე გააკეთებ, მაინც გაგიგებენ. და მე მაგათაც უხსნიდი, რომ ჩემთვის ეს არ არის მაგაზე დამოკიდებული, რაღაც ვირას ფიქრობს ჩემზე. ჩემ სხვა რაღაცებით ვიღებ მე ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ იმის თქვა მინდა რომ ადამიანები მაგას ყურადღებას აქცევენ, როცა ამ საქმე პოლიტიკოსისთვის პრინციპული ამბავი არის ეგ ადამიანები როგორ აფასებენ მის აქციაზე. თუ ის ხედავს, რომ რაღაც დამოკიდებულება არის, რომ გინდა ესე გააკეთე, გინდა ისე გააკეთე, ეს დამოკიდებულება ამარ რა უნდა გააკეთოს, ну მინიმუმ мотиваციაზე მოქმედებს. შეიძლება არ გაანებოს ბრძოლას თავი, შეიძლება მაინც წინა რიგში დარჩეს, მაგრამ მინიმუმ мотиваციაზე მოქმედებს და ეგ გონია მაგის გააზრება, გონია მნიშვნელოვანი. კიდევ უმეტეს ეს არნიშნავს იმას, რომ პოლიტიკოსი არ გააკრიტიკოს, პოლიტიკოსი უნდა გააკრიტიკოს და უნდა მოთხოვო, შენ რაც გონია სწორი, რომ ის გააკეთოს. მაგრამ მაქედან იქამდე რომ
ხელი მაქვს ჩაქნეული შენზე და აზრი არა აქვს მაგას ხო დიდი ის არის დიაპაზონი ეგ მე მგონი ციხიდან გამოგზავნილი ერთ-ერთი გრძელი წერილის თავარი სათქმელიც ეგ იყო ხო სადაც აღწერდით ეს კომენტატორები როგორ განიხილავენ მიმდინარე პროცესებს ხო მაგასთან ახლოს იყო კი მაგრამ არ ვიცი მაგას რა უნდა ეშველოს ადამიანი რომელიც ესე ფუნქციონირებს წლები 10 წლეულებიც კი ხო უცბად რო ეტყვი რომ ჩემი ძაგება თავარი რაც არის გონია საქმესაზიადებს შეიცვლის ამ ქცევას და ჩვევას გადასააზრებელი აქვს მაგ ადამიანებს რა რეალობაში ვართ ეხლა ანუ პოლიტიკოსებისგან იმის მოთხოვნა რასაც მოითხოვ ჩვეულებრივ დემოკრატიულ ქვეყანაში სხვა რამე არის და ამ მოცემულობაში რაღაცა კუთხიდან დარტყმა უბრალოდ არაადეკვატურია მეტი არაფერი. სინამდვილეში აი ალეკოლისაშვილი არის კარგი მაგალითი ხო აი ადამიანს ამოასხა რაღაცა და წავიდა და რაღაცა ის იმასქნა ხო. სინამდვილეში რასაც ითხოვენ პოლიტიკოსებისგან ახლა ამ მოცემულობაში არავინ ჩვენ მოდი ესე დავიწყებ არავინ ჩვენ არც მე და არც რომელიმე პოლიტიკოსი რომელიც დღეს ცოცხალია ამ ქვეყანაში არავინ არ ვართ მომზადებული ამ რეალობის როგორც თქვენ არ ხართ მომზადებული რომ ჟურნალისტიკა უნდა აკეთოთ აი ამ გარემოში ისე ჩვენ არ ვართ მომზადებული რომ რაღაცა რაც წარმოგიდგენთ პოლიტიკა იყო ის უნდა ვაკეთოთ ამ გარემოში ხო რა ჩემ მე რომ დავიწყე იმით რომ რაღაც წერდი რაღაცას მე რაღაცა დებატები დავიწყე საჯაროდ კამათი დავიწყე და ჩემთვის პოლიტიკა იყო რაღაცა დებატი ძირითადად მე წარმომედგინა რომ რაღაცა იდეებზე რაღაცა შეკინება იქნება რომ რაღაცა ნუ არჩევანი სუფლება ადამიანებს აქვს და მე ვიღაცებს ვეჭიდავები იდეებში და თუ ადამიანმა დაიჯერეს რომ მე უფრო სწორი ვარ არჩევნებზე მე დამიჭერენ მხარს და ეს იყო ჩემთვის პოლიტიკა ამას ემატებოდა უბრალოდ ეს თუ მოიქცეოდა რაღაცა პარტიის იმაში და მე რაღაც კამპანიის ჩატარება წინა საარჩევნო ესა და იყო ამბავი ეს ხო არაფერი არ მორჩა ეს ამბავი ანუ ეხლა ვართ რაღაც ცალკე აღებული ადამიანები რომლებიც რეჟიმს უპირისპირდებით რა დაკვეთაც ეხლა მოდის რომ უსმინოს სინამდვილეში ადამიანები რას ითხოვენ პოლიტიკოსებისგან პოლიტიკოსებას არ ითხოვენ ადამიანები ითხოვენ პოლიტიკოსებისგან ჯეიმს ბონდობას ანუ დაკვეთა არის მაგაზე რომ რატო არ ახარ ჯეიმს ბონდი რატო არ შვები იმას რასაც ჯეიმს ბონდი აკეთებს რაღაცა ფილმებში და აი ალეკომ გადაწყვიტა რომ ყოფილიყო ჯეიმს ბონდი იმიტომ რომ როგორც ჩანს რაღაცა ამ წნეხმა იმოქმედა და გადაწყვიტა რომ თან შენს გაქვს ეს რაღაცა დუღილი და ბრაზი შიგნით რა სადღაც შეება ამოხეთქოს ამ რაღაცამ და წავიდა და გააკეთა ისაც გააკეთა და ეგ გონია რომ პრობლემაა ჩვენ არ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში ჩვენ არ ვცხოვრობთ ქვეყანაში სადაც არჩევანის თავისუფლება არსებობს ჩვენ არ ვცხოვრობთ ქვეყანაში სადაც ტრადიციული გაგებით პოლიტიკოსი რაც არის ეგ როლი შეესადაგება იმას რაც ახლა საქართველოს პოლიტიკოსები არიან სხვა ბრძოლაში ვართ სხვა ტიპის ბრძოლაში ვართ ხო და რავი ეს უნდა გაიაზრონ რაღაცა ყველა ჭუის მასწავლებელმა ავი ჭუაც მასწავლე და რაც მოგისმენ და თუ საერთოდ გავიგონებ მაგრამ რაღაც აი მე რაც მაშინ ის სტატუსი იმიტომ დავწერე რომ მე ტონალობამ გამაღიზიანა ჯერ ერთი გამაღიზიანა იმან რომ ვინ ამბობს მაგას აქვს მნიშვნელობა რაღაც მოგისმენ და ბევრი ჭკვიანი რაღაცა მომისმენია მათ შორის იმ ადამიანებისგან მაგრამ მართლა პრობლემა იყო თვითონ ის სეტინგი საიდანაც ეს ადამიანი ერთვებოდა და ვიზეც ამბობდა იმიტომ ვიზეც ამბობდა ის ჩემგან იყო ზუსტად 1 2 3 4 3 საკნის დაშორებით ანუ ჩემგან ერთი საკნის მერე ოქროაშვილი იყო მერე კიდე ერთი საკანი იყო და მერე იჯდა ზის ნიკა გვარამია ეგრე იყო რა და რავი გვარამიას ჩვენ ერთად არ გავსდილვარ და რაღაც გადაბმულის არა ვართ მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანია კაცო თავისი პლუსები და მინუსები ისე როგორც მე ოჯახი ყავს და შვილები ყავს და რაღაცა და დაცინი აგდებულად რომ ლაპარაკობ ეს რა არის რომ მიდიან იქ და ესე ხელებზე ბორკილებს ადებინებენ და იმისაც რომ შენ ლიდერად გაღიარონ ის კი არ უნდა იძახო რომ შენ ერთი ჩვეულებრივი ჯარისკაცი ხარ და აი ციხეში წახვალ და იმაზე კი გავიგეთ რომ მაგარი ბიჭები ხართ მაგრამ თქვენი მაგარი ბიჭობა პოლიტიკაში არავის არ აინტერესებს. თუ გააქვთ პრეტენზია რომ იყო პოლიტიკური ლიდერი, რას ნიშნავს პოლიტიკური ლიდერი? ეს არის ადამიანი, რომელსაც აქვს საზოგადოების მხარდაჭერა, ნდობა, პატივისცემა, მხარდაჭერა და მის სიტყვას აქვს ფასი, ის რომ დაიძახებს რომ რუსთაველზე ყველა გამოვიდეს 100,000 კაცი. ეს არის ლიდერი. ის კი არა რომ მაგარი ბიჭი ვარ მე და აი ეგერ ხელებს რომ გაუწვდი და დამიჭირო და არ მეშინია. კი ბატონო, მაგარი ბიჭი ხარ შეიძლება, მაგრამ ლიდერი არ ახარ ამ შემთხვევაში, ხო? მე პირველი მომდიოდა თავში მელიასაც რომ მოვისმინე მაგაზეც მქონდა მე რეაქცია რა, იმიტომ რომ მელიასაც ვიცნობ, ოჯახ მამამის ვიცნობ, ბავშვს ვიცნობ რაღაცა და გიგონება რომ რობოტები არიან ეს ხალხი ისე ლაპარაკობენ რომ ეს რა არის რაღაც ჩვენ სარდალი გჭირდება და რაღაცა ტონალობა არ მომეწონა თორე გააკრიტიკე რაც გინდა ის თქვი გააკრიტიკე ხონდა აი ეგ დამოკიდებულება არ რავი ჩემ მე რეაგირებდი ეგეთ რაღაცებზე მაღიზიანებდა იმიტომ რომ რავი ნერვიულობ რაღაცებზე არ შორის რაღაც შვილებს რო იცნო და რაღაცა რავი სანერვიულო ამბავია და რავი ციხეში ზიან რა
და შენ რაღაც კომფორტიდან თავი გავანება არ გავიმეორებ ხარ რა კომფორტი იყო საწყისი რა იყო მაგ კომფორტიდან არაფერ ხა ბინიდან რომელიც ივანიშვილმა გაჩუქა რომელიც მარჯვენა ხელი იყავი წების განმავლობაში სანამ ამას იტყვით ან ლაპარაკობ იმაზე რომ всё ქვეყანას მართავს რუსეთი რაღაცნაირად ის პასუხისმგებლობა ხომ და ქონდეს რომ ეხლა თუ ქვეყანას აცავს რუსეთი ესე იგი შენ როცა იქ იყავი და მარჯვენა ხელი რო იყავი და წიგნი რო დაწერე და იმ წიგნში წაკითხული მაქვს თან და რო აღწერ ამ ყველაფერს რამდენად ახლოს იყავი ოჯახებით როგორ ახლოს იყავი რაღაცები შენ ხო წვლილი გაქვს შეტანილი იმაში რომ აქამდე მოვედით და რავი მაგას თუ გაიაზრებ იმ ბინიდან რომელიც ბიძინამ გაჩუქა ადამიანს რომელსაც შვილები ყავს გარეთ და ოჯახი ყავს რაღაც მაგტონით ველაპარაკები კაც გააკრიტიკე თუ რაღაცა პოლიტიკური ნაბიჯი არ მოგეწონა მაგრამ ეს რაღაც იქედნური ტონი რომ რაღაცა მიდიხარ და ესე ბარდები და ბორკებს ეგ არ არის ძმაო პოლიტიკოსობა არ მოსულა რავი ჩემთვის არ მოსულა მე მაგიზიანებს ეგეთი რაღაცეები ხო რავი არც არაფერი გავჩუმდები ეგეთ რაღაცებს უბრალოდ ეგ ბევრი რაღაცები იყო რაღაცას ვატარებდი მაგრამ რაღაცები არის მგონია რომ უბრალოდ რაღაცა ზღვარი არსებობს რა აი თუ გვინდა რომ ეს ბრძოლა გავაგრძელო და თუ წარმოგვიდგენია რომ წინა ხაზზე ვიღაც ხალხი გჭირდება ამ წინა ხაზზე სხვა ხალხი ჯერ არ არის ამ რეალობაში მაგ წინა ხაზზე გადმოსვის სრულები იქნება სულ უფრო ნაკლები და იმის სრულებისთვის კიდევ ვისაც სრული გაუჩნდება ვიღაცები არ მოაღწევენ წინა ხაზამდე ან მანამდე გატეხავენ სადღაც გზაში და ეს ხალხი არის რომელსაც ჯოჯოხეთი აქვს გამოვლილი გვარამე მესამე ძის ციხეში პირველად ხო ჩასმულა მესამე ძის ციხეში და ეს ჯოჯოხეთი გამოვლილი და მაინც კიდევ რჩებიან ამ წინა ხაზზე ეს ადამიანები და მოგწონს არ მოგწონს ეს მოგწონს ის არ მოგწონს გავიგე კაცო რავი ჯვარი არავის არ აქვს საბოლოო ჯერ დაწერილი მაგრამ მინიმუმი არის ის რომ რაღაცა ეთიკა დაიცვა რა მეტი არაფერი არ თორე აკრიტიკე კაცო მეც მაკრიტიკეთ პრობლემა არ მაქვს საერთოდ მე დაჟე გინებაზე და იმაზეც არ მაქვს ცოცხალი ადამიანი არ მყავს Facebook-ზე დაბლოკილი ან ბოტების გარდა ცოცხალი ადამიანი ყავს დაბლოკილი რავი დღემდე ვიღაცები ჩემოზე მლაგინებენ მლანძღავენ ხოცები წყავს კიდე რომლებიც მაგინებენ უშოისტობით მლანძღავენ პრობლემა არ მაქვს არანაირი მაგრამ ნუ რავი მოგება თუ გვინდა ეგრე ცოტა გაჭირდება გუშინ უსმენდი სვეტლანა ალექსეევიჩის ინტერვიუს BBC-ს რუსულ სამსახურთან. რაღაც ხანი არ გამოჩენილა ახალწიგზე მუშაობს და ბელარუსის გამოცდილებაზე ლაპარაკობდა და ამბობდა, რომ მაგალითად მე ვფიქრობ, რომ იმ პოლიტპატიმრებმა, რომლებიც ციხეში არიან, ან გმირობის გადააზრებაზე ლაპარაკობდა და ამბობდა, რომ ითხოვონ მაგალითად ლუკაშენკოსგან შეწყალება, არ მიადგება მათ გმირობას მსხვერპლი, იმიტომ რომ სიცოცხლე თავისთავად უფრო დიდი ღირებულება ვიდრე სხვა დანარჩენი და ასევე ამბობდა იმას, რომ ავტოკრატები და მსგავსი რეჟიმები გმირობის ცვლილებას, გმირობის კონცეფციის ცვლილებას მოესაჭიროებს მოკლედ, იმიტომ რომ ჩვენ მთელი წარსული გამოცდილებით სხვანაირი ჰეროიკული გმირები გვყავს თავში და ეხლა უფრო მოხერხებული ტვინის მქონე გმირები არიან საჭირო, რომლებიც ამ ჩიხური სიტუაციიდან გამოსავალს შესთავაზებენ ხალხს. ხო, სადაო თეორია, თუმცა ჩვენზე არის გამოცდილება აქ ამ ადამიანის ავტოკრატიის ყურების და მაგაზე მაინტერესებდა თქვენი აზრი მოკლედ ამ გმირობის გადააზრებაზე და შეწყალების ხოვნებზე. ეგ არ არის იმაზე, არო მე არ მგონია რომ რავი ხა აი მართლა ამჯერა რომელიმეს ახლა დარჩა ციხეში რაღაცა ეს განცდა აქვს რაღაცა გმირია და რაღაც არის მაგაზე ეგეთ რაღაცებზე საერთოდ არ ფიქრობ და არ მგონია რომ მე ვიყო მანდ რამეთი განსხვავებული გინდა პოლიტიკოსებისგან და გინდა იმ ახალგაზრდებიდან რომელიც გდანის ციხეში არიან ვაიმე მე გმირი ვარ და რაღაც გმირობას ჩავდივარ და მსხვერპლს ვიღებ და თავს წირავ და რაღაცა არავინ მაგას ეგრე არ უყურებს რეალურად და ის რომ შეწყალებას არავინ ხელს არ აწევს და არავინ არ ითხოვს ეგ მაგის აქმაც ის არ არის მე გმირი დავრჩები თუ არ დავრჩები გმირი შეიძლება გვერდიდან ჩანდეს ეგრე. საბოლოო ჯამში ეგ არის ინდივიდუალური პიროვნული საკითხი. ნებისმიერ ადამიანს რომელიც ხა რო არ გატყდნენ ეს ადამიანები, არც ერთით რო არ გატყდა, ეგ არის ერთადერთი რაღაცა. ადამიანებმა იციან რომ შეწყალებას თუ მოითხოვან, ზუსტად იციან რომ საკუთარ თავთან ექნება პრობლემა. ანუ იციან რომ მე რო ვარ ზურაბ ჯაფარიძე, ხვალ თუ მაგას გავაკეთებ, ზეგ მე ზურაბ ჯაფარიძე აღარ ვიქნები. და მან თავდები მე როგორც ადამიანი და მე ესე უნდა გავაგზელო ცხოვრება. ყველა გადაწყვეტილება რატომაც არ იღებენ გადაწყვეტილებას, რომ რეჟიმს რამე არ თხოვონ და რაღაცა, მხოლოდ ეგ არის. მთავარი ამბავი არის ეს, რომ უნდა დარჩენ ისეთ ადამიანებად, როგორებაც არიან, როგორაც მოწონ საკუთარი თავი, როგორც უყვართ საკუთარი თავი, როგორც მათ იცნობენ, როგორც იცნობენ მათი ოჯახის წევრები და მათი სოციუმი, რომ ესეთი ვარ რა და რაღაცა ის კი არ არის რაღაცა გმირი ვარ და რაღაცა. უბრალოდ ესეთი ადამიანი ვარ, რომ ჩემთვის ამას აქვს მნიშვნელობა და ეს თუ დავკარგე, მე აღარა ვარ. რა ვიქნები არ ვიცი, მაგრამ მე აღარ ვიქნები. ეგ იდეა არის, რის გამოც ეგეთ რაღაცაზე არ მიდიხარ.
და არა ის რომ რაღაცა გმირი გინდა იყო ან ძეგლი გინდა რომ დაგიდგას არავის თავში ეგეთი რაღაცები არ მოდის რაც მოდის არის ყოველთვის ეს რომ მე ესეთი ვარ ესე ვცხოვრობ ამდენი წელია ესე მიცნობს ყველა და მე მომწონს საკუთარი ჩემი თავი ესეთი იმიტომ რომ მგონია რომ სწორი ღირებულების სისტემა მაქვს და არ ვიცი თუ დავკარგე ეს მე რა ვიქნები და ჩააცა შევძლებთ თუ არა საერთოდ გავაგზავნო ცხოვრება ზოგადად პოლიტიკაში კი არა ზოგადად საერთოდ ცხოვრება გავაგზავნო თუ არა ეგ არის კითხვის ნიშნის ქვეშ თუ გავაკეთე ისეთი რაღაცა რაც წინააღმდეგება რაღაც ამ ჩემ იმას ერთადერთი რითიც ეგეთ გადაწყვეტებას ადამიანები იღებენ არის მხოლოდ და მხოლოდ ეგ რომ მე საკუთარი თავი არ დავკარგო როგორც ვარ ისეთი დავრჩი. ხო, ამ გმირობებზე მეც ბევრი მიფიქრია განსაკუთრებით ეს პოლიტპატიმრებად მიჩნეული ადამიანების რაოდენობის ზრდის კვალდაკვალა და პროტესტის ყურებისას, იმიტომ რომ შემიმჩნევია ეგ განწყობა, მაგალითად, აი როცა რუსთაველზე მიდიხარ, ხალხი რომელიც საპირისპირო მიმართულებით მოის, აი განსაკუთრებით საზმაოს მარში სანამ დადიოდა, როცა ამბობენ, რომ ესენი კიდე დადიან, ესენი კიდე აქ დგანან, ანუ რაღაცნაირად ჯიუტი ადამიანები აწუხებენ მათ, ვინც სიჯიუტეზე უარი თქვა თუ სიჯიუტეს თავისუალად არ მიიჩნევს. ხო, და არ ვიცი, ეს გმირებიც თვითონ იმ ადამიანებს სჭირდებათ, ხა ამ ლაპარაკიდან გამოის, რომ მათ არ ჭირდებათ, ხო, გმირის სტატუსი. შეიძლება საზოგადოებას სჭირდება ის, რომ არ არსებობდეს, ანუ საზოგადოების ერთ ნაწილს არ ჭირდება გმირი, რომ თვითონ არ იგრძნოს თავი ვინმესთან ნაკლულად და მეორე ნაწილს პირიქით ჭირდება გმირი, რომ ბრძოლა იპოვოს, რომ აი 400 დღე იდგეს ქუჩაში. თუ ადამიანი თავის თავს არ მიიჩნევს გმირად, მას ვიღაც სჭირდება გმირები, ან ვის უშლის ხელს გმირები. უბრალოდ მაგაზე არ ფიქრობს დარწმუნებული არავინ და რასაც აკეთებენ, მაგის გამო არ აკეთებენ, რომ რაღაცა საზოგადოებაში აღქმა დატოვონ, რომ ესენი გმირები არიან. უბრალოდ სხვანაირად არ შეუძლიათ ეგეთი ადამიანები არიან და იციან ზუსტად, რომ მე ცხოვრება გაუჭირდებათ არ იციან მე რა იქნება და მოუცნობია თუ რაღაცებს გადააბიჯებენ, მე არ იციან რანაირები იქნებიან და რანაირი იქნება საერთოდ სამყარო და ცხოვრება მათთვის და მაგის გამო იღებენ იმ გადაწყვეტებას, რასაც იღებენ. და ის ხალხი, ვისაც აწუხებს გმირებად მიჩნეული ხალხის არსებობა და მათი სიჯიუტე. ისინი კარგია რომ ღიზიანდებიან. უნდა გაღიზიანდნენ, რა ვიცი, უნდა მიხვდნენ, რომ ეს არ არის რაღაცა უბრალოდ ჯიუტი ხასიათის ამბავი, რომ ეს ადამიანები პრინციპულად განა რაღაცა პოზიციაზე და ამაშება ისინი დააფიქროს და მიახვედროს, რომ, რა ვიცი, უფრო აქტიურად უნდა ჩაერთონ ბრძოლაში, როგორც ძედგომა ამ შემთხვევაში გამოსავალი არ არის და პირიქით. საპირისპირო ამბავი არის. ხო. ისევ ციხიდან წერილების ნაწილი იყო, ეს მე მგონი კარგი რიტორიკული კითხვა. 24 ნოემბერს გამოქვეყნდა ეგ წერილი თქვენ Facebook-ის გვერდზე, როგორ უნდა გააგებინო ხალხს, რომელთაც ადამიანების დაჯარიმება, დაკავება, გასამართლება ცემა, დამცირება, ციხეში ჩასმა უჩენს გამარჯვების ყალბ-განცდას, რომ შეუძლებელია ადამიანის დამარცხება თუ ის უარს ამბობს დამარცხებაზე. ხო და როგორ უნდა გააგებინო? არ ვიცი. სიკვდილის შემთხვევაშიც არ მარცხდება ეგეთი ადამიანიო, ესე მთავრდებოდა ეს მოკლედ. მაგ კითხვას პასუხი ვერ მოვიფიქრე, მაგრამ იმათ არ ესმით, რომ ჩვენ სინამდვილეში ეს პროტესტი რა არის, რომელიც ახლა გრძელდება და არა მარტო ის ხალხი, ვინც რუსთაველზეა, ბევრი ყოველდღე ხარ გამოდის რუსთაველზე. სხვადასხვა მიზეზების გამო, მაგრამ რაც არ ესმით არის ის, რომ სინამდვილეში ჩვენ უარს ვამბობთ დამარცხებაზე. ანუ რამდენჯერაც არ უნდა გვცემონ, რამდენჯერაც არ უნდა დაგვიჭირონ, რამდენჯერაც არ უნდა ჩაგვსვან ციხეში, რითიც არ უნდა დაგვემუქრონ და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში ყველაფერი დადის იმაზე, ჩვენ ვაღიარებთ თუ არა მარცხს და რუსთაველზე რაც ჩანს არის ის, რომ ჩვენ უარს ვამბობთ დამარცხებაზე და შეუძლებელია რომ დაფიქრდე მართლა ადამიანის დამარცხება, რომელიც უარს ამბობს დამარცხებაზე შეუძლებელია. ვინმეს რო კითხო პირობითად ახლა ცოტა ისეთ შედარება, მაგრამ რო კითხო ანწუხელიძეზე, ანწუხელიძე დამარცხდა, ხო არავის არც ერთი ნორმალური ადამიანის აღქმაში ანწუხელიძე დამარცხებული არ არის. პირიქით ხო გამარჯვებულია და ერთ-ერთი ამბავი ის იყო, რომ მიუხედავად იმისა, რომ აწამებდნენ, ადამიანმა უბრალოდ უარი თქვა დამარცხებას. არ დამარცხდა და მოჭრა. შეიძლება მოკლან მართლა, მაგრამ შენ თუ უარი გაქვს ნათქვამი დამარცხებაზე, არ დამარცხდები. მე არ ვიცი ეს როგორ შეიძლება გააგებინო, იქით ხარ ეს რეჟიმის მსახურებს. სადაც არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ის ვიღაცის პიარ შეეწირა. ხო. მაგრამ როგორ უნდა რანაირად ეს აუხსნა? თუ ამ როლში არ თვითონ თუ არ იქნება რაღაცნაირად ამ როლში ამის გაკეთება არ მოუწევს, ამის აღქმა რას ნიშნავს ეს რომ ადამიანი უარს ამბობს დამარცხებაზე? არ ვიცი, ეს სიტყვებით მე არ ვიცი როგორ აუხსნა, მაგითხვაზე პასუხი არ მქონდა, მართლა არ მქონდა, რაღაც როგორ შეიძლება ისინი ხო რას აკეთებენ, რომ უმატებენ ამ წნეხს. იმაზე გათვლით, რომ სადღაც აქეთ ადამიანები გატყდებიან და ეს ადამიანები ამდენი წელიწადზე მეტი ანახებენ, რომ უარს ამბობენ. რაც არ უნდა მიქნა, არ ვაღიარებ შენ გამარჯვებას და არ ვაღიარებ მარცხს. მე გავაგზელებ მაინც რამდენჯერაც წამაქცევ, იმდენჯერ ავდგები და ისევ გავაგზელებ ბრძოლას.
რომც მომკლა მე მაინც არ ვიქნები დამარცხებული, იმიტომ რომ მე ვაგზელებდი მაინც ბრძოლას ბოლომდე. ეს როგორ შეიძლება აუხსნა ადამიანებს, რომლებიც სისტემის და რეჟიმის მსახურები არიან და რაღაც ყველანაირ დავალებას ასრულებენ და კიდევ უჭერენ და უმატებენ და არ ვიცი. ერთი რადგან მაგ თემაზე ვარ პარამამის თქვა წინდა ყველგან სადაც ჩანს მაგ ამაზე ლაპარაკობ. ჩემი აზრით სერიოზული შეცდომა არის, როდესაც ფორმიან ადამიანებს აინერვენ შეურაცხყოფას. არ შეიძლება არც ერთ შემთხვევაში შეურაცხყოფა მიაყენონ რა ვიცი პუტინს და თუ უნდა ბიძინას და თუ უნდა კობახიძეს და ვიღაცებს, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში ფორმიან ხალხს, იმ შემთხვევაშიც კი თუ ისინი გირტყავენ და გცემენ და გაწამებენ, მაგ შემთხვევაშიც კი არასწორი არის. მაგ ადამიანებს ყოველას ერთ იმაში ჩაღრა და შეურაცხყოფის მიყენება. უბრალოდ პრაგმატულად წამგებიანი ამბავია, ყველაფერსო თავი დაანებო და მაგას უნდა შევეშვათ, მგონია, იმიტომ რომ ძალხანად გაგვიჭირდება გამარჯვებამდე მისვლა. ზურა ამ ერთ თვეში რაც ვიცით რომ ნამდვილად გაქვთ დაარჩენი მე ვნახოთ გარეთ ყოფნისთვის რა უფრო გინდათ ბევრი ადამიანი შთააგონოთ ისევ ამ იდეებით რომელზეც წლები ელაპარაკობთ თუ რაღაცა კონკრეტული საქმეც გამოვიდეს თუნდაც ერთობის ჩანასახი ან არ ვიცი რაიმე გეგმა ჯგუფი სამუშაო ფორმატი მე მინდა გამოვიდეს რაღაცა დიდი ძალების გაერთიანება სადაც ყველა იქნება ვინც რეჟიმის წინააღმდეგია, მარტო პოლიტიკური ლიდერები და პოლიტიკური ძალები არა და რომელიც იქნება სიცოცხლის უნარიანი იმ შემთხვევაშიც კი თუ რა ვიცი 10 კაცი 20 კაცი დაგვიჭირეს. მაგ შემთხვევაშიც გააგრძელებს ფუნქციონირებას. და ბოლოს მინდა ოცნების ხარდამჭერთა და ოცნების რიგებიდან დაჭერილ ხალხზე გკითხოთ, იმიტომ რომ ეგ უშემოსმენდი ფორმულაზე თქვენ ინტერვიუს და ამბობდით, რომ ესე გარედან შეიძლება არ ჩანდეს, მაგრამ თუ შესვლისას 10 წუთში მოდიოდა ჩემთან საკვები, მე 40 წუთი ჭირდებოდა ამას, იმიტომ რომ სხვა ოთახები იმავე სართულზე გაივსო, ხო? და ჰქონდათ ვარაუდი, რომ ესენი იყვნენ სწორედ ოცნების მაღალჩინოსნები, რომელთა ნაწილის შესახებ ვიცით და რომელთა ნაწილის შესახებაც შეიძლება არც კი ვიცოდეთ. ეგ ისეთი ციხეა, რომ ჩვეულებრივ კრიმინალებს მან დარსვამენ, ანუ შესაბამისად ვიღაცა ოპოზიციიდან ან აქედან რო იყოს ვიღაცა დაკავებული გავიგებდით და რადგან აქედან არავინ არ არის, ესე იგი იქიდან მხრიდან არის ვიღაცა მაღალჩინოსანი ან მეტნაკლებად მაღალჩინოსანი. ხო და ამ ოცნების რიგებიდან დაკავებებზე სულ მაინტერესებს ხოლმე სხვა ადამიანის აზრი, იმიტომ რომ საზოგადოების რაღაცა ნაწილი ფიქრობს, რომ ეს შეიძლება მოქმედი ხელისუფლების წისქვილზე ასხამდეს წყალს, იმიტომ რომ აი ისინი ებრძვიან კორუფციას, კრიმინალს და ასე შემდეგ, თუმცა სხვები ფიქრობენ, რომ ეს ნიშნავს იმ პრობლემების აღიარებას, რომლის შესახებაც მანამდე არ ვიცი გამომძიებელი ჟურნალისტები, ოპოზიციონერები, საერთაშორისო ორგანიზაციები, ადგილობრივი ორგანიზაციები ლაპარაკობდნენ, ხო, რომ არის კორუფცია, არის არ ვიცი, სხვა ბევრი პრობლემა და აი ამას უკვე სუსი ადასტურებს და აღიარებს. ხო, აი თქვენ როგორ აღიქვამთ? და ნუ არის კიდე ბევრი კონსპირაციის თეორიები, რომ ბიძინა ივანიშვილი შეიძლება ვიღაცაზე ეჭვიანობდეს, ვიღაცისგან ფულს ითხოვდეს, ამ კონსპირაციის თეორიების არგუმენტები და მტკიცებულებები არ გაგვეჩნია მოკლედ, მაგრამ აი თქვენი ახსნა რა არის, რაც ახლა ხდება, იმიტომ რომ არაერთ ადამიანს შეეხო, რა ვიცი. ყოფილი პრემიერიდან დაწყებული, აგერ ყოფილი პროკურორით. კი, ჩემი ვერსია არის, რომ ისინი ზომავენ საზოგადოების განწყობებს და ისინი ხედავენ, რომ ეს პროტესტი და მეტიც ბრაზიც არც არ წასულა, საერთოდ პირიქით იმატებს. ამის გამო ჩდება ეს ეჭვები და საფრთხეები რუსების და ივანიშვილის თავში, რომ აქ რაღაცა შეიძლება ვიღაცამ ააგოროს და ნებისმიერ ვიღაცა ვისაც შეიძლება რაღაცა რესურსი, მათ შორის ფინანსური რესურსი ქონდეს დაგროვებული, მათთვის წარმოადგენს საფრთხეს. როგორი ახლობელიც არ უნდა ყოფილიყო მათ შორის ბიძინასთვის, გინდა ღარიბაშვილი, გინდა ლილუაშვილი, გინდა თუ კიდე ვიღაცას დაიჭერენ, ეგენი პოტენციური საფრთხეები არიან და პოტენციურ საფრთხეებს ანეიტრალებენ. ის რომ ეს დაკავებები ვინმე საფრთხე რისი შეიძლება ახალი პარტია გააკეთოს? ხო, ან პარტია გააკეთოს, ან რაღაც ან პოლიტიკურ თამაში ჩაერთოს, ან რაღაცა როგორც გახარია ჩაერთო მაგალითად თავის დროზე, ან რაღაცა რესურსებით ვიღაცები დააფინანსონ, ან რაღაცა მსგავსი, მაგრამ დიდი ფული თუ არის, მათთვის უკვე პოტენციური რისკი არის. სხვამან არაფერი არის, არც კორუფციასთან ბრძოლა არ არის ცხადია და არც არაფერი ეგეთი. მაგრამ თვითონ ის კითხვის დასმა ეს ქუცების წისქვილზე ასხავს თუ არა წყალს და რაღაცა. ეგ კითხვა თავისთავად გულისხმობს იმას, რომ მაგის გამო შეიძლება ივანიშვილის და რუსების რაღაცა რეიტინგი დავარდეს და მე არჩევნებში მაგამ პრობლემა შეუქმნას.
მე მგონი კითხვის დასმა, ეგეთ კითხების დასმას ზოგადად გონი როგორ შინაარსი არ აქვს, მაგრამ არჩევნები არ აინტერესებთ. წისქვილი აღარ არის. არა, წისქვილი რომელსაც წყალი დაასხა, ისინი არჩევნებს არ ატარებენ და ამიტომ ფეხზე კიდევ ეგეთი რაღაცეები რა საბოლოო ჯამში დაწერენ იმას, ვისი დაწერაც უნდა რიცხვებს. ეგ არის ეხა მოცემულობა. ამიტომ არ აღევლობთ ეგეთი რაღაცეები, როცა რაღაცა რაში აწყობთ ეხა ამათ რო იჭერენ ხვითო ხო მაგათთვის პრობლემა არის. არაფერი პრობლემა არ არის. პრობლემა იქნებოდა დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც მაგის გამო საზოგადოებრივი განწყობა შეიცვლებოდა და მე აისახებოდა ეს არჩევნების შედეგებზე და აქ ეგ არ არის და რაში აღელვებს, რაში აღელვებს საერთოდ. იმის ახსნაც კი რომ ფარცხალაძეს რეები აკეთეს, რომ გადაერჩინათ მისი ქონება და თვითონ ის გადაერჩინა და ასე შემდეგ რეები აკეთეს. მაგის ახსნასაც კი ის არ აქვს, რომ რა ვის რას ვახსენებთ, რომ იმათ ხარეს ვინც არიან დარჩენილები ანგარების გამო, ან შიშის გამო, მაგეთ რაღაცებს აზრი არ აქვს, რამდენიც გინდა უთხარი, თვითონაც იციან, ძალიან კარგად იციან, მაგრამ არ აინტერესებს. მაგი მიზეზების გამო არ არიან იქით ამ ხარეს, რომ ფარცხალაძეზე არ იცოდნენ რაღაცა და ეხა თვალები გაიხსნა თუ თუმე ფარცხალაძე ივანოვი გამხდარა და კრიმინალი ყოფილა, ხო? ამიტომ ეგეთ რაღაცებს რა, ერთადერთი ახსნა აქვს ჩემთვის არის ის, რომ უბრალოდ რუსები და ბიძინა ამ შემთხვევაში ასუფთავებს. ალბათ უფრო ბიძინა, რომ მე ვიღაცა გავიცი, კონსეფცი მე სხვა დასაყრდენი არ ხამდეთ აქ. ეჭების გამო და ეჭები ბევრად უფრო მომატებული აქვს იმის გამო, რომ ხედავს, რომ ამ მთელი ამ წლების განმავლობაში პროპაგანდის შედეგად ვერაფერს კონკრეტულად ვერ მიაღწია და რაც აქვს ეს მხარდამჭერების ბაზა მეტწილად მათ შორის შიშის გამო შერჩუნებული მაგის იქით ვეღარ გადის მაგვაბლის იქით და შეიძლება იქაც კლებაც კი კონდეს და უბრალოდ ამის გამო მეჭების გამო ვიღაცებს იმაშება რა თორე არაფერს ხო რა კორუფციასთან ბრძოლა და რა ის კორუფციას მაგრამ თვითონ შიგნით სისტემის მსახურებში დაბნეულობას და შიშს არ იწვევს ეს შიში წევს და შიშის გამოწვევა უნდა იმას არა შიში წევს და იმათ უნდა შიშის გამოწვევა იქით შეშინებულები არიან ძალიან შეშინებულები არიან თან ეგ აწყობს მას პირიქით. კი რა თქმა უნდა, შიშით ინარჩუნებს, ამ ნაწილს ინარჩუნებს ფულით, ნაწილს ინარჩუნებს შიშის, ნაწილს ორივეთი ერთად. და იმ შემთხვევაში თუ კი არჩევნები არ გვაქვს. როგორც 2 წუთის წინ აღინიშნა. როგორ ხედავთ ამ ამბის დასასრულს? თუ კი თქვენი მიზანი ხელისუფლების ცვლილება საბოლოო ჯამში და ქართული ოცნებისგან ქვეყნის გათავისუფლება, რაც არის დეკლარირებული მიზანი. ხალხის მობილიზება მე წარმომიდგენია, ჯერ ხალხის მობილიზება ვირტუალურ ინტერნეტში, ვირტუალურ სივრცეში, ონლაინ სივრცეში, ხალხის მობილიზება ქუჩაში, გამოყვანა და იმდენი ხალხის გამოყვანა, სანამ ქვეყანას არ გააჩერებდა რეჟიმის საყრდენები არ ჩამოიშლებია. და მანდ ორი სცენარი წარმომიდგენია უხეშად, ერთი როცა ივანიშვილი გარბის და ესენი საერთოდ იშლებიან და უბრალოდ არჩევნებს ვატარებთ ჩვენ. ან მეორე სცენარი, როცა შეიძლება არ გარბის ივანიშვილი, მაგრამ მინიმუმ ჯდება მოლაპარაკების მაგიდაზე და თანხმდებით რაღაც პირობებზე, რა პირობებშიც არჩევნები რომელიც ჩატარდება, იქნება მეტნაკლებად თავისუფალი და სამართლიანი, ყოველ შემთხვევაში არ იქნება ის, რაც ახლა არის და რაღაცა სანდოობა იარსებებს. ეგ ორი სცენარი წარმომიდგენია საბოლოო ჯამში, მაგრამ ორივე სცენარამდე მისასვლელად ჯერ ჭირდება ხალხის მობილიზება. პირველ სცენარში სად გარბის? მე არ მგონია ბევრი ალტერნატივები ქონდეს. რუსეთში გაიქცევა ყველა ვარიანტი. გასაგებია საფრანგეთის პასპორტი აქვს, მაგრამ საფრანგეთში გაქცევა ვერ დააზღვევს პოტენციური მომავალი რისკებისგან. მათ შორის იმის გამო, რომ აქ შეიძლება რაღაც მის წინააღმდეგ სისხლის როგორი რაღაც რა გარანტიებიც არ უნდა მიცე პირობითად ვიძახი, თორემ მაგ გარანტიების მიცემაზე ალბათ ბევრი იქნება თანახმა, რა გარანტიებიც არ უნდა მიცე, ის არასდროს არ იქნება მისთვის დამაჯერებელი. და საფრთხეს ყოველთვის დაინახავს, რომ როცა აქ აღარ იქნება, მე შეიძლება აქ აღიძრას მის წინააღმდეგ ბევრი საქმეები და საფრანგეთის მოქალაქეობა მაგას შემთხვევაში აღარ უშველო შეიძლება. ამიტომ სადაც კომფორტულად იქნება, ალბათ რუსეთია. და თუ დაუშვებთ, რომ ამ გეგმას გზად შემხვედრი ბარიერების გარეშე ახორციელებთ, ახლა რაც გაქვთ თავში, ეს რა დროში ხდება? მე მახსოვს წინა გეგმა, რომელიც 24 წლის მაისში იყო და მაგ გეგმის თანახმად 2030-ში ევროკავშირის წევრები ვიყავით. მაგრამ მე ჯერ კიდე მაგას ბევრი რამე ჩამოშორდა მოკლედ მაგის შანსები ჯერ კიდე არის ჩემი აზრით, იმიტომ რომ 2026-ში გადავდივართ ახლა და კიდე 5 წელი არის რეალურად 2030 წლამდე. მაგ გეგმის განხორციელებას ერთი ხრი ჭირდება, რომ იქით მხარეს ევროკავშირი გაძლიერდეს, რაღაცებში გამოფხიზდეს, რაღაცებზე მეტი პასუხისმგებლობა აიღოს, განსაკუთრებით თავდაცვის უსაფრთხოების ნაწილზე და მართლა გახდეს გლობალური მოთამაშე. იმიტომ რომ მაგის საპირისპირო პროცესები თუ წავიდა კაცმარიცის მიუხედავად იმისა რომ დაანონსებული აქვს 2030-ში როგორ მივართ კაცმარიცს და მეორე აქ საჭირო ამ რეჟიმის ცვლილება და მაგ შემთხვევაში კი მაგ შემთხვევაში ძალიან მაღალი შანსები გვაქვს ისეთი როგორც ალბათ არ ქონია ქვეყანას არასოდეს მთელი ისტორიის განმავლობაში რომ ეს ქვეყანა გავიდეს სამშვიდობოს და გახდეს ევროკავშირის წევრი.
ოღონდ მაგას ჭირდება რეჟიმის ცვლილება. ამდენ შეიძლება ესენი გაუშვათ, არ ვიცი და მაგაზე პასუხი არ მაქვს, მე რაც ჩემი პასუხი არის ის, რომ უნდა სტრატეგია, რომელიც ჩემს ეს არის ერთადერთი სწორი სტრატეგია არის ის, რომ მანამდე გამოვდივართ, მანამდე ვიზდებით ქუჩაში, სანამ ქვეყანა არ გაჩერდება და რეჟიმი არ ჩამოიშლება. ამდენი არ ყოფნის, ორჯერ მეტი გამოვდივართ, ამდენი არ ყოფნის, რა ვიცი, ერთ კვირაში, ერთ ბოლო გეგმა იყო დელისიდან რუსთავი. აი, პირობითად და დღეს ვიღაცამ წერდა, რომ აუ, მაგდენი ხალხი არ ვართო თბილისში დელისიდან, პირობითად თქვი, ამოცანა არის. წანისის პარკიდან პარლამენტამდე. ხო. ამოცანა არ არის, რომ ბევრი ხალხი გამოიყვანო და მე ამ ბევრი ხალხით რაღაცა გააკეთო. ამოცანა არის, რომ გამოიყვანო იმდენი, რომელიც რაც გააჩერებს ქვეყანას და გააჩერებს ჩამოშლის რეჟიმს. ნუ კრიტერიუმი ერთ-ერთი რაც ხშირად ახსენებენ ხოლმე არის ის, რომ ყველა იქიდან მხარეს დგომა ყველა ფორმიანმა უნდა იცოდეს, რომ აქეთ დგას მისი ოჯახი და ნათესავები და მეზობლები და მეგობრები და თუ კი ვინმეს ისნობს, ყველა აქეთ უნდა იდგეს და მაგ შემთხვევაში რეჟიმი ჩერდება. მაგამდე უნდა მივიდეთ, თუმცა მაგას ჭირდება ამ სტრატეგიას შეთანხმება და ყველა მხრიდან მაგაზე მუშაობა, რომ ყველა მარტო მაგით ვარ დაკავებული ყოველ დღე. ერთმანეთს კი არ ვასწავლით ჭკუას რა არის გასაკეთებელი. თანხდებით რომ ხალხი ქუჩაში გამოსაყვანეთ და ყველა მთელი დღე ყოველ დღე დაკავებულად მაგით რომ ხალხს ვლაპარაკებით და ვარწმუნოთ რომ გამოვიდნენ ქუჩაში და ვსწავლოთ მათ შორის რა ენაზე ველაპარაკოთ, რა კომუნიკაციის არხები გამოვიყენოთ, რა თემებზე ველაპარაკოთ და ასე შემდეგ. ნახოთ აბა რა გამოვა მაგ სტრატეგიიდან. მე ერთი რაც შემიძლია გითხრათ, რომ ალტერნატივა ამ წუთში აი ხო შეიძლება ვიღაცას ყველაში ვხვდით თითქმის რამდენიმე ჯგუფი დამჭა კიდე. ოკეი, ეს თუ არ არის მართლა ისა, მართლა არა მაქვს ხოლმე რაღაცაზე, რომ აი დაგინებული გინდა თუ არა ეს იყოს. მოდ სულ დავდივარ რაღაცა იდეას უმაგ და ამ იდეით დავდივარ ხოლმე სულ და რა ვიცი, ვინმე უნდა მომიყოს მაშინ მაგის ალტერნატიული მე დავიჯერებ და მან მითხარით ალტერნატიული სტრატეგია რა შეიძლება იყოს და მე დავიჯერებ, მე გავყვები ყველას. ნებისმიერს ვინც დამაჯერებს, რომ ეს კი არ არის სწორი. აი ამის კეთება არის სწორი. მე უკეთესი ჯერ არაფერი მოგისმენია თან. არც უკეთესი კი არა, ალტერნატივაც არ მომისმენია, ანუ ვისაც ხვდები და ამაზე რო ველაპარაკები, ყველა მეთანხმება, რომ ხო, ხა საბოლოო ჯამში ქუჩა არის, საბოლოოდ რომ ყველა ხვდება, რომ ქუჩის ალტერნატივა არ აქვს და კი, არსებობს. უკეთესი კი არა, ალტერნატივაც არ არსებობს. შეიძლება ვიკამათოთ იმაზე, როგორ უნდა გამოვიყვანოთ ხალხი ქუჩაში, თქვათ, რაზე უნდა ველაპარაკოთ, რა თემაზე და რაღაცა, მაგრამ მანდაც ეხა რავი, ჩემი მიდგომა არის ისეთ, რომ მე არ უყურებ ამას რომ გინდა თუ რაღაც ერთ და იგივე რაღაცა უნდა ვილაპარაკოთ ყველა. ჩემი გამოცდილება აჩვენებს იმას, რომ პირიქით ბევრი რაღაცები უნდა ცადო და უნდა იპოვო გზადაგზა ცდის და შეცდომის მეთოდით რა კომუნიკაციის არხებიას გამოყენება საჭირო გამოიყენო, რა თემებზე ელაპარაკი, ყველაფერი ვცადოთ რა ეხა ვიღაცას რატო უნდა ვეკამათო, ვიღაცა თუ იძახეს რომ უნდა ვილაპარაკოთ მაღალ ფასებზე, რატო ვეკამათო, არა. მე მგონია მთავარი შიშის დაძლევა და ჩემი აზრით მაგაზე ღირს ლაპარაკი. ვიღაცა ფიქრობს რომ პერსპექტივის ჩვენება და ევროკავშირი რა კარგია, მაგაზე ლაპარაკია. ვიღაცა ფიქრობს რომ მაღალ ფასებზე ლაპარაკი. ოკეი რა, მე ამასთვის შენ ესცადე, შენ ისცადე. და ნახოთ რა, შენს ოღონდ ამოცანა ერთი გვაქვს. ხალხი გამოყავს ქუჩაში. ანუ იმიტომ კი არ ველაპარაკებთ, რომ ვეპრანჭები და თავს ვაწონებთ. იმიტომ ველაპარაკებთ, ხალხი გამოიყვანოთ ქუჩაში. და მაგ ამოცანას 500 თემაზე ლაპარაკით მივახცევთ თუ 20 თემაზე ლაპარაკით მივახცევთ, რავი, ჩემთვის მაგას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. არც იმათთვის არ უნდა ქონდეს არავისთვის მაგას მნიშვნელობა. კეთილი. დიდი მადლობა. ნახოთ აბა, როგორ ასრულდება ეგ გეგმა მომდევნო თვეებში თუ წლებში. I'll do my best და ვნახოთ. კეთილი. მადლობა დიდი. არაფერს, მადლობა თქვენ.